ჯვახა ყანემედი სუფრაზე ხო წარმოგიდგენია ხა ძვირფასო მეგობრებო ხო წარმოგიდგენია რა ხდება ეხა გალეშილია სულ ყველა ჭამასმა ისე ყველას კარგად აზიელები გრძნობენ თავს ბუნებრივია მით უმეტეს აზიელები დაუმოყვრდნენ ალექსანდრეს მათი წიაღიდან გამოსული დედოფალი ყავს უკვე ამხელა იმპერიას მაკედონელებში ცვლილება არის მათ განწყობებში წლიტოშავის კაზუსმა ძიმე დაღი დაასვა მათ და ძალიან ბევრი მათთაგანი გატყდა რომ ვერ გამოყავდათ იქიდან რომ ბღაოდა და ვერ ეკარებოდა ვერავინ ანაქსარქე შევიდა და ნუ თუ ეს არის ალექსანდრე დააძახა რომელსაც მთელი სამყარო შესცქერის და აქ მონასავით ტირის ეს მიშერასე უნდა კახეთქი მთრალი იყო ერთ-ერთი ჰეტერი დემეტრიოს წამოხდა და არა მეფეო მაგან თაყვანი არ გადაგოცნო ამნაირ ხალხს რა დალევს გიორგი მადანია თელს კაცობრიობის ისტორია არის ეგ ჩამშვებების ისტორია ჩახა სხვებას დაინახეს მივდივართ ყვანძის გახსნასთან კიდე ახალი შეთქმულება გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. მოგესალმებით, გვიხარია თქვენთან კვლავ შეხვედრა დროების YouTube არხის მაყურებლებისა და მსმენელებისთვის. გვაქვს ერთი მცირე სიახლე, რომელიც უკავშირდება ჩვენი გადაცემათა ციკლის მხარდაჭერას ქართული ბიზნესის მხრიდან. მართალია ეს ჯერჯერობით პირველი მერცხალია, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გვერდში დგომისა და თანადგომის გამოხატულება, ამიტომ მადლობა ვუთხრათ Coca-Cola-ს ბოთლერ ჯორჯიას, ქართულ Coca-Cola-ს ასე ვთქვათ. ეს კომპანია ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო გასართობი, არამედ შემეცნებითი და ქართული საზოგადოებისათვის შედეგის და ნაყოფის მომტანი ინიციატივის მხარდაჭერით. მადლობა მათ ამისთვის. აქვე მინდა შეგახსენოთ და გთხოვოთ მათ, ვინც სისტემატურად გვიყურებთ ან ახლა შემოგვიერთით გადაცემათა ამ ციკლში, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გადააზიარეთ და რაც თავარია, გამოიწერეთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონკრეტული პროექტის წარმატებისთვისაც და იმისთვის, რომ შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს გადაცემათა ციკლი მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე, სწორედ ის გვიწევს უაღრესად საინტერესო, უზარმაზარი ინფორმაციით გაჯერებულ და ამავე დროს ემოციურად ძალიან დატვირთულ მოგზაურობათა ციკლს. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის ერთ ძალიან მნიშვნელოვან და მე ვიტყოდი რთულ მონაკვეთზე, როდესაც მან დაიპყრო დიდი ბაქტრია. რითაც ფაქტობრივად ირანის დაპყრობის კამპანია დაამთავრა. მას ძალიან გაუჭირდა 2 წელი მოუნდა დიდი ბაქტრიის დაპყრობას. ალექსანდრეს შემთხვევაში ძალიან გაუჭირდა, შეიძლება ვიღაცისთვის პირობითად ნათქვამი იყოს, მაგრამ მისი საკმაოდ სწრაფი სვლის გათვალისწინებით მან ჩრდილოეთ ბაქტრიის დაპყრობას საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა მოანდომა და მსხვერპლიც გაიღო. ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობითაც იმ გაგებით, რომ რაც უფრო მეტად იწელება ეს პერიოდი, როგორც ჩანს, მის გარემოცვაში ფსიქოლოგიური დაძაბულობის ხარისხიც მეტყველებს და წინა გადაცემაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ეპიზოდი მონაკვეთი ალექსანდრე მაკედონელის ისტორიაში აღწერა გუბაზმა, როდესაც კლიტოს შავის მოკვდინება დავარქვათ ასე ტრაგედია მოხდა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ალექსანდრე მაკედონელის გარემოცვაში ცოცხალი მას უკვე აღარ ყავს. აი აქ გავჩერდით, მან დაიმაგრა პოზიციები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, დიდ ბაქტრიაში, ირანის ჩრდილოეთ ნაწილში და ის ემზადება დიდი ლაშქრობისთვის ინდოეთში. გუბას გისმენ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. უერთდები ასევე სულისკვეთებას ბატონი გიორგის, მე მინდა მადლობა გადაუხადო Coca-Cola-ს, ბატონ თემურს, Coca-Cola-ს თავკაც, უცვლელ თავკაც, რომელიც გადაწყვიტა და დახმარებას გვიწევს ჩვენს სამეცნიერო პროექტის განხორციელებაში და მადლობა ამისთვის და ჩვენ მაყურებელსაც კიდევ ერთხელ დაუდასტურდა, რომ ქართულ ბიზნესში
არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ განათლების განვითარებას და ერთ-ერთი თავარი პერსონა ნამდვილად ბატონ თემური არის და მადლობა გადაუხადო ჩვენი სახელით, ჩვენი ჯგუფის სახელით კოკა-კოლას და იმედი ვიქონებთ, რომ სხვაობით მიბაძავენ. მაყურებელმა გვინდა იცოდეს, რომ ეს დახმარება მნიშვნელოვანია საკმარისი იმისთვის, რომ მინიმალური ტექნიკური ხარჯები, ესე ვთქვათ, დავაკმაყოფილოთ, თუმცა იმისთვის რა ხარისხის და რა განვითარების მოლოდინებიც გვაქვს ჩვენ ყველას ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დონაციებს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან მოგზაურობა წარსულში დაწყების დღიდანვე, მადლობა მათ განსაკუთრებით. ავაგრძელოთ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მოგზაურობა წარსულში, ჩვენ მივყვებით ალექსანდრეს ლაშქრობას, მეგზურობასაც ხრილამის უწევთ ხანდახან. ორწლიანი სასტიკი და დაუნდობელი დრამატიზმით ახსავსე ლაშქრობა, რომელიც მან განახორციელა ეგრეთ წოდებულ დიდ ბაქტრიაში. ეს დიდი ბაქტრია მოიცავდა თვითონ ბაქტრიის სატრაპიას, მის ჩრდილოეთით სოგდიანას და მის დასავლეთით მარგიანას, მაგრამ ამას ეძახონდნენ ეს გეოგრაფიულ-კულტურული ტერმინი იყო დიდი ბაქტრია, რომელიც საკმაოდ სისხლიანი აღმოჩნდა ალექსანდრესთვის, დანაკარგებით ის აღემატებოდა ყველა დანაკარგს აქამდე რაც ჰქონდა ალექსანდრეს ჯარს ერთად აღებულს. სხვათა შორის არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმ ხალხების წინაპრებზე, ვინც დღესაც გამოირჩევიან თავისი შეუპოვრობით, ესენი არიან ავღანელი პუშტუნები, ტაჯიკები, თქვათ, ხო, შუააზიელი ხალხები, რომლებიც დღესაც გამოირჩევიან თავისი ბრძოლის უნარიანობით. ყოველთვის დიდ პრობლემებს უქმნიდნენ ყველა დიდ იმპერიას. ყოველთვის მე მინდა გითხრათ, რომ ავღანეთი არის იმპერიების სასაფლაო. ავღანეთი აღმოჩნდა სასაფლაო საბჭოთა კავშირის, თავის დროზე ბრიტანეთის იმპერიის, ნაკლებად იცის ჩვენმა ხალხმა, რომ 19 საუკუნეში იყო ბრიტანეთ-ავღანეთის ომი, ბრიტანელები მაშინ შევიდნენ ინდოეთიდან ავღანეთში და ეს ომი დამთავრდა რითი, იცით გიორგი? ერთი გაგიჟებული ბარაბანშიკი მედოლე გადმოვიდა საზღვარს, დაბრუნდა უკან. ყველა დაიღუპა. საექსპედიციო კორპუსი ბრიტანული, ხო? მერე ამერიკის შეერთებული შტატები აგერ იყო, ხო, რომელსაც დატოვა ავღანეთი არის საფრთხილო ძალიან და ამას ადასტურებს იგივე ალექსანდრეს ლაშქრობაც, სადაც აღმოსავლეთ ირანელებმა გაუწიეს დიდ წინააღმდეგობა და სხვათა შორის პარტიზანული ომები და ჩვენმა მაყურებელმა გაიცნო ისეთი ისტორიული ფიგურა, რომელიც ჩვენთან ნაკლებად ცნობილია, ესეთი იყო სპიტამენი, სოგდიელი დიდებული, რომელმაც ლამის სისხლი გაუშრო ალექსანდრეს. ხო? ასე რომ ბაქტრია დამორჩილებულია და ალექსანდრე ფიქრობს უკვე მისი ოცნების, არა გამორიცხული რომ ბავშვობის ოცნების საზღაპრო ქვეყანა ინდოეთში უნდა შევიდეს. ინდოეთი თავისი მასშტაბებით გაცილებით უფრო დიდი არის, ვიდრე თუნდაც მთელი ირანული სამყარო თავისი ირანითა და ლამის თურანის მითვლითაც კი, ანუ სტეპის თურანი, ხო, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ რა. ახლა რა მოცემულობა გვაქვს ახლა, ხო? კომბინირებული იყო ეს გაბატონება. ხო, ეს იყო ბრძოლებიც, მთების აღებაც, იმიტომ მთებში გაუწიეს წინააღმდეგობა ბაქტრიელებმა. ალექსანდრეს მთებში დაანგრიეს ყველანაირ ციხესიმაგრე, რომელიც წინააღმდეგობით გამოირჩეოდა, ხო? თურანი ერთხელ დაამარცხეს, თურანელები როცა გადავიდა ეს იაქსარტზე და მაშინ თურანთან უკვე მშვიდობა აქვთ, ანუ სტეპთან დაამყარეს, ველთან დაამყარეს კავშირი და მოკეთეობა, გვახსოვს ჩვენ რომ სკვითმა ბელადებმა გამოუგზავნეს მათ
ელჩები, რომლებმაც ლამის ერთგულების ფიცი დადეს ალექსანდრის წინაშე. ანუ თურანთან საზღვარი დაცულია. ალექსანდრია ეს ხატა აშენებულია, გამაგრებულია, კედლებს შემოვლებულია, ხო. გარდა ამისა, გარდა ძალის ამან დიპლომატიაც გამოიყენა საკმაოდ წარმატებითი მიიმხრო სოგდიური და ბაქტრიული ელიტა, არისტოკრატია, ხო და ეს საერთოდ ქორწინებითაც კი გააფორმა, როცა მან როქსანა მოიყვანა ცოლად. როქსანა პირველი ოფიციალური ცოლია. ოფიციალური პირველი ცოლი არის როქსანა, ხო. გვახსოვს ჩვენ, როცა როქსანა ნახა მან ეგრეთ წოდებული სოგდიური კლდის დამორჩილების შემდეგ, როცა ოქსიართი როქსანას მამა დამორჩილდა, მაშინ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როქსანას სილამაზემ ალექსანდრეზე და მან ოფიციალურად იქვე ცოლად გამოაცხადა, კერძოდ ის, რომ ძველი მაკედონური წესით პური გაჭრა מחვილით და ნახევარი თვითონ მიირთვა და ნახევარი როქსანას მიართვა და ეს უკვე ოფიციალურად ცოლობას ნიშნავდა მაკედონური წესით და ამ ქორწინებითაც ეს ბაქტრიული ელიტა მიიმხრო მან, ხო. გარდა ამისა, მან იზრუნა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული ტერორი ჩაუტარა განსაკუთრებით სოგდიელებს. რომ ბაქტრია უფრო ადვილად დამორჩილა, სოგდიანა მიომა მაგრად, ხო. მიუხედავად იმ აჯანყებისა, მაინც ეს დარბეული მოსახლეობა, ვინც კი გადაურჩა ეს მძვინვარე მახვილს, ხო. აჯანყების მერე მან იზრუნა მათზე და მის პირად მეგობარს ეფესტიონს დაავალა, რომ ეს დარბეული მოსახლეობა დაესახლებია ახალ ქალაქებში, კერძოდ ესხატაში. დაებრუნებია, აეყვავებია მიწათმოქმედება, ხო, შიში გააქრო მოსახლეობაში. და ჯერ მძვინვარე მეფობიდან ის გახდა კეთილი მეფე, მსრუნველი მეფე. ეს ალექსანდრეს ჩვეოდა საერთოდ. სტაბილურობის სიგნალი მომდა. და სტაბილურობის და ძალიან იზრუნა მოსახლეობის ბევრი ქალაქი აშენისა განაახლა. არხები, რომელიც ამ ბრძოლას და ამ პარტიზანულ ბრძოლებს შეეწირა, ხო, აი ყველაფერი განაახლა იქა და მერე წარმოუდგენელ აყვავებას, რამოდენიმე საუკუნე გაგრძელდება, ეს წარმოუდგენელ აყვავებას განიცდის ეს დიდი ბაქტრია და მერე თქვი კიდევაც, რომ მოგვიანებით ალექსანდრეს მემკვიდრეების დროს, კერძოდ დიადოხოსების ეპოქაში აქ შეიქმნა ფანტასტიკა, აი გიორგი მართლა, აი მე რომ მკითხოთ, აი რომელი ქვეყანა ალექსანდრეს მემკვიდრეების, რომელი ქვეყანა იყო ყველა საინტერესო ხა. რა თქმა უნდა ეგვიპტე არის და პტოლემეს მიერ და ალექსანდრია და კულტურის ცენტრი და სელევკიდების სირია, იგივე მაკედონია, ხო, ანტიგონიდების მაკედონია, მაგრამ აი მე რომ აღმოსავლეთში, აი ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო საერთაშორისო ახალგაზრდობაში ვიკვლევდი ამას ბერძნულ ბაქტრიულ სამეფოს და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და საერთაშორისო ერთ-ერთი საკურსო თემა ჩემთვის იყო კუშანების იმპერია, ანუ მეფე კანიშკას ეპოქაში, როცა წარმოუდგენელ წარმატებას აღწევენ ბერძნულ ბაქტრიული სახელმწიფო კუშანები შემოდიან მერე, აი თურანიდან შემოჭრილი ირანული ტომი არის, მაგრამ ისინი იღებენ და ხელს უწყობენ, ყველა არაფერს არ ანგრევენ, რა პირიქით ხელს უწყობენ და მერე ფანტასტიკურ კულტურულ მიღწევებს აღწევს ბერძნულ ბაქტრიული სამეფო, აი გეტყვით, აი ეს რაც არის და ინდოეთის ნაწილიც კი შედიოდა, უზარმაზარი იმპერია იყო ეს კუშან, ჯერ ბერძნულ ბაქტრიული სამეფო და მერე კუშანების იმპერია, ხო? სადაც სინთეზირება მოხდა, გავიმეორებ, ხშირად ბევრი ამის გამეორება მიწევს, მაგრამ ფიქრობ არ ვაფუჭებ ამითი არაფერს. ცივილიზაციური სინთეზი ყველაზე კარგად აქ გამოჩნდება, როცა ბუდიზმი, ბერძნული კულტურა და ირანული კულტები აი წარმოუდგენელ სინთეზს შექმნეს. ემყნობა ერთმანეთს. კულტურული დამყნობის შედეგს ვიღებთ. სულ განათლებული მეფეები.
ჯერ ბერძნები და მერე კუშანები. თან ძალიან ნაყოფიერი მხარეებიც არის შენ წინა ლექციის დროს ისაუბრე. ფაქტობრივად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის შუამდინარეთია, სირია, ბულგარია შორის და ამას დაემატა უკვე ეს ბერძნული მმართველობის სტილი, დაემატა ასე ვთქვათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარებული ირანული იმპერიის დროს ისედაც თითქოს არსებობდა და რა თქმა უნდა, აბარა საოცარი სინთეზი მოხდა და აი გიორგი დღესაც აი ახლა შუა აზიაში ავღანეთში ნაკლებად ახლა ვიცით ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს ახლა ტალიბანის მმართველობის შემთხვევაში ახლა არქეოლოგიურ გათხრებზე ლაპარაკის ზედმეტია საერთოდ რაც ძეგლებია ის თუ შენარჩუნდა ეგეც დიდი მიღწევა ახლა ჩვენ გვახსოვს დიდი ცივილიზაციურ ტრაგედია როცა ბამიანში ბუდას ხანდაკება აფეთქეს ხოთეშვილი ძალიან განვიცადე, აი ბამიანიც განვიცადე მე პირადად და მე როცა სირიაში და ერაყში დაახატრა და ანგრიეს და რა ვიცი რა არაქნეს. ISIS-ის აპოლოგეტებმა ხო საშინელი ამბები ქნეს, ხო პალმირა დაანგრიეს და არ შეიძლება ეს ხოთეშვილის ბევრი ამას ისლამი არავითარ შემთხვევაში ისლამი მე-7 საუკუნიდან მოდის და ხალიფები ყავდათ, ომარიც იყო და მერე ხალიფა ომარიდან მოყოლებული, მერე ომაელები, აბასელი, რა იმათ ნანახი არ ქონდათ, ისე რადო არ ანგრევდნენ. იმიტომ მათ მნიშვნელობა იცოდნენ ამისი. რომლებიც კიდევ უფრო ახლოს იყვნენ ისლამის ძალიან ხშირად სწავლებასთან. პროფანაცია ხდება რაღაცების თანამედროვე ვანდალების მიერ და ბარბაროსების მიერ და ვითომ იმათ აბრალე ისე ფეშვაში არ არიან, ისე პირიქით იცავდნენ ასეთ რაღაცებს. ძველი ისლამი, ტრადიციული ისლამი რასაც ყო. ხო. ისლამში რო არის აკრძალული გამოსახულება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ანგრევდნენ. ისინი აღარ გამოსახავდნენ, თუ რაც იყო, ახლა ისინი კი არ ანგრევდნენ ამას. ხო. ამიტომ ეს აი ფანტასტიკური მოსავალი მოვა. რასაც აღმოსავლეთ ირანი და დიდი ბაქტრია ქვია, ხო. ხა როგორი არის, იცვლება თვითონ ალექსანდრე და მისი ბანაკი და ვარქვათ, ძალიან იცვლება გიორგი. ჯერ შეიცვალა მისი ამალა. ჭრელს ვერ დავარქმე, იმიტომ ჭრელი ამ შემთხვევაში მანდამაინც სასიამოვნო სიტყვა არ არის და ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. ხშირად თუ არ მრავალფეროვანი ხდება. მრავალფეროვანი. აქ არიან მაკედონელებიც, აქ არიან ბერძნებიც, აქ არიან აზიელებიც და ვარქვათ პირობითაც სპარსელები. და როგორ არის არც ერთი ეს ნაკლებად დომინანტური არ არის? აი საქმეც მაგაშია და ის პრობლემებიც და ის ტრაგედიაც რაც მოხდა მარაყანდაში კლიტოშავის ტრაგედია ხო ეგ არის რომ რატომ არიან ყველა ერთთან ასე გამარჯვებულს როცა გაუთანაბრებ დამარცხებულს გამარჯვებული თავს დაჩაგრულად თulis უნებრივია მე გავიმარჯვეს სისხლით მოვიპოვე და თან ესენის უყველა ეს მისი ჰეტერები არისტოტელეს გაზრდილები არიან და არისტოტელეს სხვა კონცეფცია აქვს ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ ხო ფაქტობრივად რასობრივი უპირატესობის კონცეფცია ახსე ხო მაგრამ ალექსანდრე ნუ ახლა ამალაში სამივენი არიან მაკედონელებიც ბერძნებიც და აზიელებიც. ყველას კარგად აზიელები გრძნობენ თავს, ბუნებრივია, მით უმეტეს აზიელები დაუმოყვრდნენ ალექსანდრეს. მათი წიაღიდან გამოსული დედოფალი ყავს უკვე ამხელა იმპერიას. დედოფალი აზიელია, ირანელია. სოგდიელია თუ ბაქტრიელი არის. დედოფალი არის აღმოსავლეთ ირანელი. ეს დიდი ბონუსია გაცემული აზიისთვის და ეს არ მოწონთ. არც ბერძნებს მოწონთ, მაგრამ განსაკუთრებით მაკედონელებს. ცალ-ცალკე რო დავახასიათოთ ახლა მაკედონელებში ცვლილება არის. მათ განწყობებშიც ახლა კლიტოსის კაზუსმა, კლიტოშავის კაზუსმა ძიმე დაღი დაასვა მათ. და ძალიან ბევრი მათთაგანი გატყდა.
მეფის წინააღმდეგ წასვლა თან ისეთი მეფის როგორც ალექსანდრე არის ხო ხა კი ყველა თვლის რომ შემთხვევით მოხდა სინთრალეში შემოაგდა და მე გლოვაც გვახსოვს ჩვენ განიცადა ხო აი ძლივს გამოიყვანეს 3 დღე და ღამე ყავილის მოდა მარტო გვამთან დამარტოებული ხო და იქ აღწერილია პარმენიონს ეძა როგორც ჩანს უკვე გათანგული იყო მე ფიზიკურადაც გონები ღამე პარმენიონს ეძახოდა ხმა ესმოდა ჰალუცინაციები ქონდა დაწყობილი ამ თავზარდამცემი შეცდომისაგან ახლა ამაზე არავინ არ დაობს რომ ალექსანდრესთვის კლიტოსი იყო ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა და ეს თავისი გამზდელი ლანიკას ტრაგედია ხო რომ ის ლანიკას ორი შვილი მილეთთან დაიღუპა მე ლანიკას ქმარი დაიღუპა სპიტამენთან ბრძოლაში მე აგერეს გამოჯახმად ყველაფერი გაიგო ალექსანდრეს შეეწირა ალექსანდრე მეტიც კლიტოშევმა გადაარჩინეს ფიზიკურად ლაშქრობის დასაწყისში ისტორიის ბედი განსაზღვრა ფაქტიურად ასე არ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ეს ყველა მიცოდა თელმა ოიკუმენე მიცოდა რომ კლიტოსის დამსახურება რომ ისკანდერი ცოცხალია დიდი ისკანდერი ალექსანდრე ხო ისკანდერს ეძახოდნენ აზიაში და დღესაც შემორჩა ეს სახელი ისკანდერი ხო და აი ალექსანდრეს ისკანდარია ქვია არაბულად გადათარგმნეს ხო მაგრამ ამ მაკედონელებში კიდე ხდება ასეთი მეტამორფოზა ისინი დაემორჩილენ მეფეს გატყდნენ მაგრამ მათში ხდება შინაგანი რევოლუცია ხდება კერძოდ რა რომ ამ პარტავნობა იმატებს რომ ჩვენ სოფლიოს ბატონები გავხდით ჩვენ მართავთ ოიკუმენეს აი 10 წლის წინ რომ წემსები იყვნენ გიორგი მაკედონიის მთებში რომ დაბორიალობდნენ ტყავში, ცხრის ტყავში გახვეულები და ქვემო მაკედონიაში რო გლეხები იყვნენ მიწას ამუშავებდნენ, ხო? ძალიან მომჭირნეთ ცხოვრობდნენ, ხო? აი დღეს ჩვენ მართავთ სოფლიოს. ეს დაეწყოთ უკვე. მე მიეჩვენ ფუფუნებას. საერთოდ ცივილიზაციებს ჩვევიათ ხოლმე დიდ და ძლიერ და ძველ ცივილიზაციებს თავდაცვის მექანიზმი აქვთ რაში ფუფუნებაში. ვიღაცა რომ შემოიჭრება, დაგიპყრობს, შენზე უფრო ღარიბი, შენზე უფრო კულტურულადაც ჩამორჩენილი და აზიატები ასე უყურებდნენ ევროპელებს, რომ კულტურულად ჩამოხრჩებიან ჩვენ, ხო? ის ყლაპავს მერე დამპყრობელს. ასე დაემართა ყველა დამპყრობელს, ვინც კი ჩინეთი დაიპყრო. მონღოლები, მანჯურები, ხო, ჰუნებმა ვერ დაიპყრეს, მაგრამ კარგაგვარიანად სისხლს უშრობდნენ. აი მონღოლი რო შედიოდა ინელებს. აი კი დამპყრობელი მონღოლი იყო, მაგრამ მისი შვილი და შვილიშვილი უკვე ჩინელია. ფოტოჟურნალისტი ამბობდა, ყუბილაი ხანი ამბობდა, მონღოლი რო ცხენიდან ჩამოვა, ის მონღოლი აღარ არის, თავის თავს დასცინოდა. სწორი იყო ეს კაცი. ხო, იმიტომ რომ აკრძალულ ქალაქში ცხოვრობდა ის. ასე იყო ინდოეთი, ყლაპავდა ყველაფერს. რიცხვით და მასშტაბებით და სივრცეებით ყლაპავდა. აქა ჩვენ ხედავთ, რომ კი ამათ ეროვნული სიამაყე აქვთ. მაკედონელებს აზიამ დაიწყო მათი გადაყლაპვა კულტურულად. ადამიანი მიდრეკილია ყოველთვის კომფორტისკენ, კომფორტს ეძებს. მით უმეტეს ამ ლაშქრობების მიერ დასვენება, ფუფუნება, კაი ცხოვრება ქართულად არის ასეთი მცნება. მერე ამბები ჩადის მაკედონიაში, ხო, ვეტერანები ბრუნდებიან ვიღაცები, ხო. ნაკადი მიდის სიმდიდრეების მაკედონიაში. და ამ სიმდიდრეებს მიყვება ლეგენდები მაკედონიაში.
მაკედონელების გმირობის, წარმატების და გზაში ეს იმატებს, ჩუქურთმებს ისხამს და მერე ჩადის ნახევრად ღმერთები არიან უკვე. მართლა მითება და ლეგენდა ჩადის ხო ახლა დღეს 21 საუკუნეში ვერ ამას ჩვენ რომ რეალობის შეფასება ძალიან ხშირად რთულდება, მაგრამ ამბები ჩადის იქ რომ დეუგმირები არიან. დიდ კავკასიას მიადგნენ, ინდოეთში აპირებენ შესვლას. ამიტომ ეს მაკედონელები შეიცვალნენ. მეფის მორჩილება, აქვს ხვის მორჩილება. თავარია დაემორჩილო მეფეს და შენ ხარ მსოფლიოს ბატონი. ვაფერტყუილი ამაში არ არის. ისინი გაბატონდნენ მაკედონელები. ახლა ბერძნები როგორ იქცევიან? ბერძნების წილი რა არის ახლა? ჩვენ თქვით სპარსელები, გალდასარევად გრძნობენ თავს. ხელშეკრულება აზიურ ელიტასა და დამპყრობლებს შორის ალექსანდრეს შორის დაქორწინებით დედოფალი აზიელია. კმაყოფილები არიან. მაკედონელები კმაყოფილები არიან თავისი დიდებით, მაგრამ ბერძნებიც კმაყოფილები არიან. რატომ? იმიტომ რომ ეს სივრცე უზარმაზარი სივრცე, თვალუწვდენელი გონების მიღმიერი სივრცე, ადრე ბერძნის სივრცე რა იყო? ჰადახა სიცილია და ჰადახა იონია რა. ეს აქეთ სიცილია დაახლოებით და ეს იყო რა. ეგვიპტე რაღაცა 900 ზღვის აუზი. 900 იქეთ და 900 ზღვას იქეთ არის ხო? ახლა ბაბილონის რო ნახეს იყვნენ სადღაც სხვა პლანეტაზე, ხო? აგერ არიან ინდოეთის კარიბჭესთან არიან, ხო? და ბერძნებისთვისაც მომგებიანია რატომ? იმიტომ რომ ახალი პროექტი გულისხმობს რას? მათი ენა და კულტურა უნდა გაბატონდეს. და ამ სივრცემ შექმნა ახალი შესაძლებლობები ბერძნებისთვის. აქამდე ურთიერთქიშპობის ნაჭუჭში ჩაკეტილი საბერძნე რამდენი მოგზაურობა დაგჭირდა ჩვენ ბერძნების ურთიერთხოცვა-ჟლეტაზე, ხო? პელოპონესის ომები, კორინთოს ომი, მერე თებეს ჰეგემონობა რა დაიქცა საბერძნეთი ერთმანეთის ჭამაში. უცებ მათი სამყარო რა იყო? თებე და ათენი და სპარტა და თესალის გადაღმა რაღაცა ველური მაკედონია და იონიის კუნძულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ბიჭო აგერ ამ ხელა სივრცეა, ეკბატანა, ბაბილონი, ვერსეპოლისი, ბაქტრა, აგერ ინდოეთი. და მეფე, ჩვენი გამარჯვებული საერთო მეფე გვაძლევს საშუალებას ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ყველგან საჭირონი ვართ ბერძნები, მასწავლებლებად, მშენებლებად, ფილოსოფოსებად. ჩვენ უნდა გავზარდოთ ახალი თაობა. მისი კოსმოპოლიტური იმპერია მოითხოვს ახალ თაობას, შეჯვარებულ თაობას. რომელსაც ჭირდება ყველაზე მთავარი ენა, კომუნიკაცია. საკომუნიკაციო ენა არის ბერძნული. და ამიტომ ამ სინთეზური კულტურის გამხმოვანებელი არის ბერძნული. გამხმოვანებელიც და ბეჭედის დამრტყმელიც, ხო? სახეზე ფორმას აძლევს ბერძნული. ამიტომაც ქვია მერე ეპოქას არის ელინური ეპოქა, ბერძნული კულტურა და არის ელინისტური კულტურა, მობერძნულო. თლად ბერძნული არ არის, მაგრამ სხეული არის აზიური, მაგრამ შინაარსი არის ბერძნული. ყოველ შემთხვევაში ის ელიტები შემდეგ უმეტესად ბერძნულად ლაპარაკობდნენ. მერე მათი შვილები. ყველა ბავშვი უკვე თელს აზიურ არისტოკრატიაში, ყველა არისტოკრატი აზიელი, ბაქტრიელია, სპარსელია, მიდიელია, რავი, პართიელია, ვინც არის. ყველა ქირაობს ბერძენ მასწავლებელს. და სვამს კოკაკოლას ალბათ. და სვამს კოკაკოლას. კოკაკოლა სხვათაშორის ელინიზმის ნამდვილად ხუმრობაში ხო ეს ყოველთვის არის ნაწილი ხუმრობისა და ჩვენ სიმართლეა ხო და ბერძნების მე გარდა ამისა მოქირავნეობა არ დაგვავიწყდეს ბერძნები კარგი მეომრები არიან.
ახლა მაკედონელებმა კი აჯობეს, მაგრამ მაინც ტოლს არ უნდავენ და ამ დამყრობებში და ამ სამხედრო ოპერაციებში ბერძნების წილი დიდი ახლა გავიხსენოთ თუნდაც ის ლეგენდარული თესალიური კავალერია, რომელმაც გავგამელაც მოიგო ისოსიც და გრანიკოსიც. ხო? ამიტომ გარდა მასწავლებლობისა, ფილოსოფოსობისა, ჯარისკაცებად და მასა მიდის. გაგახსენებთ კორინთოს კონგრესის დადგენილება გაუქმდა ეკბატანაში გაუქმა უკვე კორინთოს კონგრესი ავალდებულებდა ბერძნებს ვალდებულება იყო რომ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღოთ მაგრამ ეკბატანის მერე ალექსანდრემ გაუქმა კორინთოს ვალდებულება მაგრამ შესთავაზა საპირისპიროდ ბერძნულ კონტინგენტებს რა რომ წამოდით ფულს გადაგიხდეთ მოკირავნებით გაუჩნდა мотиваცია და მოდიან არაჩვეულებრივად იცხოვრებთ და ახლა საბერძნეთი ძალიან მცირე იყო თავის ტერიტორიული თქვა მასშტაბებით პატარა იყო ახლა საქართველოს ხელქვეყანა იყო რა ცოტა დიდი იყო მაგრამ მაინც შევდა ეს ქალაქებით და საბერძნეთი გამოირჩეოდა ამით განსაკუთრებით ბერძენ-სპარსელთა ომების მერე და პერიკლეს ეპოქაში საერთოდ გამრავლდნენ ბერძნები უკვე რამოდენიმე მილიონი არიან და აღარ იტევს ეს საბერძნეთი ამდენ ბერძენს და ავიცი ჩვენ შეგვიძლია წარმოიდგინოთ ახალგაზრდა ბერძენი ბიჭები მე სამეგობრო შეგრებილი არიან 17-18 წლის ბიჭები არა რა უქნათ რა გვინდა წავიდეთ რა იქ ალექსანდრესთან ავიდეთ ქალაქებს აშენებს დავსახლდეთ ლამაზ ცოლები მოვიყვანოთ აზიელი ცოლები ო ამიტომ ათასობით ბერძენი დაიძრა ტალღა წავიდა აღმოსავლეთისკენ მე მოგვიანებით მინდა რომ შეგახსენო უბრალოდ მინდა გითხრა მე რა მაინტერესებს და მაყურებელს დროს მეც ახალგაზრდა ბერძენი ბიჭები რო ახსენე და წავიდე და იქ სიმდიდრეც გვექნება დავსახლდებით და ლამაზი აზიელი ცოლები მოვიყვანოთ რაღაც მომენტში იქნებ მოგვიყვე სილამაზის კრიტერიუმებზე, იმიტომ რომ ბერძნულ მაშინ გამოსახულ, ანუ ხელოვნების ნიმუშებში გამოსახული ან აღწერილი, როგორც ახალგაზრდა მამაკაცების, ასევე იდეალური ქალების სახეები როგორია და იმდროინდელი აზიური სილამაზის სტანდარტები ერთმანეთთან როგორ მოდის სიახლოვეში. რომ ახლაც კი ხა თანამედროვე მსოფლიოში სადაც უნიფიცირებული არის ეს ყველაფერი და ჰოლივუდის სტანდარტებით დამკვიდრდა ასე ვთქვათ, ხო? მაშინ განსაკუთრებით ძალიან მოკლედ გეტყვით რა. ბერძნების სტანდარტები ჩვენ გვაქვს ძველი ბერძნული სკულპტურა. ხო? რომელსაც მისდევს საგულიერის თავი. როცა სავლეს გააკეთებს. უცებ გამო. გვაქვს ჩვენ აპოლონები ვიცით როგორი იყო. ბერძენი ქალის ვენერა მილოსელი. მართალია ხელები არა აქვს, მაგრამ ну ახლა წარმოდგენილი გვაქვს. მიხვდებით რომ ულამაზესი. ხო, რომ აი სტანდარტები, ბერძნული სტანდარტები, ხო, ახლა ლამის დღესაც განსაზღვრავს. ახლა წარმოვიდგინე, ანუ ბერძნული სტანდარტები ჩვენ ვიცით, როგორი მოწონდათ. საერთოდ სხეულის კულტი ჰქონდათ ბერძნებს რა, სხეულს ეთაყვანებოდნენ. ჯანსაღს, ოლიმპიადები და ბერძნული მოწოდები. ხო, რა ვიცი. ვარჯიშობდნენ და ვარჯიში ეს იყო დაკონთული უსაქმოდ ბერძენს წამოწოლილს ვერ ნახავდი ან გიმნაზიებში დადიოდნენ ან ვარჯიშში სულ შეჯიბრებები ჰქონდა. აი ბანაკებში სულ ჯიბრი იყო სამხედრო ნაწილებს შორის და ასე შემდეგ. სპარტელებზე არ ვლაპარაკობ. სპარტაზე ახლა ისინი, რა ვიცი, ფიზკულტურის გაკვეთილები ჰქონდათ. და ქალებზე წარმოდგენა გვაქვს ზუსტად მაგ ახლა დავთვალოთ აქედან წამოვიდეთ ხო ახლა როგორი სტანდარტებიც ჰქონდათ მათ, ანუ ვიცით ბერძნებს, მაგრამ აზიაში რო ჩავი, იქაური ქალები მოეწონათ ძალიან. ანუ ის ქალები ამათ სტანდარტებში ჯდებოდნენ. გასაგებია ხო, ახლა ძნელი გამოსაცნობი არ არის. აზია უფრო სხეულს არცემდა ისეთმა და ტანსაცმელი, აი ტევნებიდან ქუსლებამდე ჩაცმულები იყვნენ აზიელები ყოველთვის. მე მოგვიანებითაც როცა სასანიდების იმპერია არის, მანამდე პართელები არის, ახლა გვაქვს ჩვენ ესე გვინახავს, ხო? მთლიანად აცვიათ, ხო, მაგრამ
ნუ რახან ამათ მოწონდათ ის ქალები ახლა რა ალექსანდრეს რო ყმა ჩამოუვარდა იმ როქსანაზე და გადაირია ესე მართლა ლამაზი გოგო იყო და ნუ მობლის სტანდარტებიც ალბათ ქალების ასე შემდეგ ეთყობა არ იყო ძალიან დაშორებული ახო როგორ ჩანს არ იყო ხო იმიტომ გემოვნება ახლა ადამიანის გემოვნება კი რა თქმა უნდა არის ახლა აფრიკაში არის ტომები სადაც ლამაზ ქალი ითვლება არის ერთი ტომი აუცილებლად წინაკბილები ჩამდრეული უნდა კონდეს და ახლა ასე არ იყო ხო მაგრამ ნუ საერთო სტანდარტები იყო ახლა რა ერთი ურთიერთობებიც ჰქონდათ ამათ ხანგრძლივი ახლა დარიოსის და კიროსის ეპოქაში ბერძნები ბევრი იყვნენ მუდმივი გაცვლა იყო და დარიოს სხვათაშორის როცა აი არის ცნობა რომ დარიოსმა ინდოეთში ელჩებად იონიელი ბერძნები გააგზავნა სპარსელები კი არა ჩვენ მე ინდოეთზე როცა ვილაპარაკებთ ხო უნდა დავახასიათოთ გონია ინდოეთი ხო ამიტომ ეს დიდი ამბავია რა აი ეს სივრცეები შექმნა სივრცეების ათვის ოიკუმენეზე ვილაპარაკეთ ჩვენ ხო მისი ამალა არის ჭრელი და ყველანაირი ტიპის ხალხი არის აქ ორი კაცია ძალიან საინტერესო კაცი მის ამალაში განსაკუთრებით ბევრი არის ესენი ბერძნები ავიწყოთ ასე ხდავახასე პირველი ბერძენი ერთ-ერთი ბერძენი არის კალისთენე ვინ არის კალისთენე ეს არის არისტოტელეს დისწული ალექსანდრეზე უფროსია 60-იანი არის 14 წლით უფროსია ალექსანდრეზე ეს არის უგანათლებულესი კაცი არ არის გამორიცხული რომ მიეზაში როცა ფილიპემ გაუკეთა ეს სასწავლებელი თავის შვილს და მის მეგობრებს ხო იქ თანაშემწია ბიძამეს ამათ აღზრდაში კალისთენე და მე როცა წამოვიდა გახსოვთ თქვენ მე გითხარით რომ აი გარდა ჯარისა ალექსანდრემ წამოიყვანა მეცნიერები რომ აზია მარტო სამხედრო თვალსაზრისით კი არა სამეცნიერო თვალსაზრისითაც ათვისებული უნდა იყოს და ეს არის იმ დროინდელი კი არა ამ დროინდელი ინტელექტუალიც კალისთენე კალისთენე არის პატიოსანი კაცი სხვათაშორის დიდი ავტორიტეტი აქვს ჯარში და სამართლიანობით გამოირჩევა რა სტატუსი აქვს ანუ სარდალია ახლავს როგორც მეცნიერი მაგრამ არის მეფის ახლობელი ახლა მისი მასწავლებლის დისწულია და როგორც ჩანს ბავშვობიდანაც იცნობს ახლა არსად არ ფიქსირდება მაგრამ მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას რომ მიეზაში ის უკვე ალექსანდრეს იცნობს და ეხმარება ბიძამეს ამ ბავშვების აღზრდაში ხო ყმაწვილების აღზრდაში ხო ახლა ცნობა უახლოესი ამალისევრია და ამალს დაახლოებული ფიგურა მარტო ამალის კი არა მეფის პირადი მეგობარია ასე იგი ალექსანდრე პატივს ცემს განათლებულ ხალხს იმდო თვითონ განათლებული მეფეა თავის დროზე ფილიპე მიზრუნა ამისთვის რომ განათლებული ყოფილიყო ტახტის მემკვიდრე მაგრამ ბევრი რაღაცები არ ვიცით მისი ის წერდა ისტორიკოსი ის იყო ისტორიკოსიც გიორგი ის იყო ეთნოგრაფიც ის იყო ზოოლოგიც ის იყო ბოტანიკოსიც ის იყო ასტრონომიც ფოთაშორის რომელიც ძალიან ბევრი ნაშრომები დატოვა რაღაცა ნაგლეჯებმა და ნაფლეთებმა ჩვენამდე მოაღწიეს მაგრამ აი ის ავტორები იყენებენ ამის მე რო დაგისახელეთ ის 4 ავტორი და სხვებიც არის ხო ეს კალისთენე მოდის მისით შეპყრობილი არის მეფით ალექსანდრეს მიმდევარია ოღონდ იმ იდეების არის ის იდეები სინთეზის იდეები მე როცა თავში ჩენს უკვე დიდ წინააღმდეგობაში მოვლენ ერთმანეთთან მაგრამ ის თulis რომ ალექსანდრე არის რაღაც ახალი სიახლე სამყაროს ისტორიაში და მას მიაჩნია რომ როგორი რაღაცა აქვს იცი ნათქვამი კალისთენეს რომ ჩემი ნაშრომებით უნდა გაიგონ სიმართლე და არა ოლიმპიადას მუცლადღების ხაპრებით
ოლიმპიადა ხო ზევსის შვილი ზევსისგან გააჩინა და რაღაცა ხო ზღაპრებ ხო და აქიდა მე უნდა გავაგებიო ნამდვილი სიმართლე ალექსანდრეს და არა ის ზღაპრები რომ რაღაცა საფრთხო წარმომავლობა აქვს და ამბები და ისე ხო მაგალითად ესეც დაუდგრომელი ტიპია მე როგორც ყველა მეცნიერი მკვლევარი აი ეგვიპტეში რო იყო ალექსანდრე ჯარი რო დაასვენა ზამთარში ეს არ გაჩერდა და კუშის ქვეყანაში წავიდა კუშის ქვეყანას ეძახოდნენ თანამედროვე სუდანსაც და ეთიოპიასაც ეძახოდნენ კუშის ქვეყანა იყო ეგვიპტიდან სამხრეთით იქ წავიდა ეთნოგრაფიული ჩანაწერები გააკეთა, იქ ტომები გაიცნო, რაღაცები ჩაწერა. მე ყველაფერი ამ თავის ნაშრომებს უგზავნიდა იმას არისტოტელეს საბერძნეთში. არისტოტელი აქვე რომ დავაზუსტოთ, ალექსანდრეს სიკვდილამდე ცოცხალია? ალექსანდრეს მერე მოკვდება. ალექსანდრის შემდეგ. ყველაფერს მოესწრება არისტოტელი. ხო და აი კუშის ქვეყნის ჩანაწერების უგზავნის ამ ახალ ხალხებს, ტომებს, ამ ყველაფერს წერს. მეცნიერია. ხო, სრული არსებით. მაგალითად ვიცით რომ ბაბილონური და ალექსანდრე ხო დაავალა რომ ყველაფერი აზიური უნდა ითარგმნოს ბერძნულად. მაგალითად ბაბილონურიდან ცნობილი არის რომ ბაბილონური კალენდარი თარგმნა და მერე მოგვიანებით ბერძნული კალენდრის მოდერნიზება მოხდა მისი ხელნაწერებით, მის თარგმანებით. ანუ უნივერსალური კაცია. ხო და რაც თავარი ის არის ძალიან პოპულარული ჯარში და უყვართ როგორც ბერძნებს, ისე მაკედონელებს უყვართ. იმიტომ რომ ამ კაროებში და იმაში დადის, რაღაცებს უყვება, ანათლებს ამ ჯარისკაცებს და ცნობილი არის რომ არის პირდაპირი და სიმართლის მთქმელი კაცია. სხვათა შორის ძალიან თვითშეზღუდული, ფუფუნების არ მოყვარე. ანუ ძველი ბერძენია რა, ძველი ისა ხო. მინიმალურით მაყოფილდება. მეორე არის ანაქსარქე აბდერელი. ამას კალისთერნეს ეძახიან კალისთერნე ოლინთოდან იყო. ანაქსარქე აბდერელი არის აბდერა არის თრაკიაში არის ქალაქი არ ვიცი ხატია თუ არა. ბერძნული ქალაქია, მაგრამ კარგა გვარიანად თრაკიული გავლენებით და მოსახლეობითაც რა. ეს არის ამის ანტიპოდი. ევდემონიზმის მიმდევარია ტიპიური. ევდემონიზმი რა არის ახლა? ევდემონიზმი ძვირფას მეგობრებო არის მოძღვრებასაც ვერ დაარქვ. ესა ცხოვრების წესი. ევდემონიზმი ნიშნავს, რომ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე. ევდემონიზმი რას ნიშნავს, იცით? ნეტარებას, ბედნიერებას. ანუ შენი მთავარი ამოცანა არის არაფრთან უნდა დაივალდებულო თავი, არავის მიმართ. უნდა იზრუნო შენ სიამოვნებას. ეგოისტური ფილოსოფია რა. ეგოცენტრიკული. კი, ნამდვილად, ოღონდ ძალიან ბევრ ტრანსფორმაციას განიცდის, იმიტომ რომ ევდემონიზმი არის ბევრნაირი, არის სხეულებრივი, ფიზიკური, არის ეთიკური. აი ეთიკაში ნახულობ ბედნიერებას, არის ინტელექტუალური სიამოვნება. ამ შემთხვევაში მე ვარ დაგიმარლო, ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებას მანიჭებს ცოდნა. ამ შემთხვევაში მე ამის მიმდევარი ვარ, ამ მიმართულებით. გავკადნიერდები და ვეთქვი, ცოდნაში, განათლებაში ვნახულობ ბედნიერებას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ხა ეს უფრო ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებად ვამბობ, თორე ახლა მე დაში რამდენი წელია ვიცნობთ ერთმანეთს და კარგად იციან და ეჭვიც არ გეპარება ამაში, ხო? შენ ხარ ინტელექტუალური ენდემონიზმის მიმდევარი. ევდემონიზმი. მაგრამ ეს არის ბერძნების მოგონილი არა, აზიაში ეს უცნობი არა, ნირვანა. სულიერი ევდემონიზმია.
რაც მე ინდუიზმი, მე ბუდიზმი, ხო, ეს არის რომ შენი თავის სრულყოფა არის ბედნიერება. ანუ დემონიზმი არის ბედნიერების უფლება დავარქვათ ასე. მე მისი განკიდურებიც არის, მე იქიდან მისი წიაღიდან გამოდის მაგალითად ჰედონიზმი. ჩვეულებრივი. ხო. ეპიკურეიზმი. ხო, ეს არის სხეულებრივი და მორალური განცხრომა, ნეტარება. ავარქვათ ასე. რატომაც არის. მე მოგვიანებით ქრისტიანობაში ეს რელიგიურ სახესაც იღებს, სულის გადარჩენა. დემონიზმის ნაირსახეობა. და მაგალითად ცნობილია, რომ თომა აკვინელი ჩვენ გაგვიგია დიდი რელიგიური მოღვაწე, ხო? ქრისტიანობაში. თომა აკვინელმა გააკეთა, სხვათა შორის არისტოტელეც ამის მიმდევარია, ის ეთიკას თulis, ინტელექტს და ეთიკას თulis ბედნიერებად. ბედნიერების მიღწევა შეიძლება ამით, ფილოსოფია, დავარქვათ. თომა აკვინელი აჯვარებს ერთმანეთს არისტოტელეს და ნეტარ ავგუსტინეს. აი ქმნის ამ დიდ ქრისტიანულ მოძღვრებას. ანუ ეს ყველგან შევიდა. მაგრამ ამას აქვს გაუგუმართებული ფორმებიც, ევდემონიზმს. ევდემონიზმი არის მაგალითად ნარკომანია. ბედნიერებას ნახულობ იქ. ვიღაცა ნახულობს იქ ბედნიერებას. ხო? მაგალითად სიხარბე. ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო კანტი ამისი. კანტი რას ამბობს, რომ არა არსებობს მორალური მოვალეობა, შენ რაღაცები უნდა დათმო შენ. ხო? მაგალითად ეს ანაქსარქე იყო ძალიან ცინიკოსი კაცი იყო, ხა ამ ევდემონიზმის მიმდევრობის ყველაზე ცუდი სახე იყო, ცინიკოსი იყო რა. არაფერი ვალდებულება სხვის წინაშე არ არსებობს, საკუთარ თავს უნდა მოემსახურა. ხო და გამოირჩევა როგორი კაცი, ხა აშკარად ნიჭიერი კაცია. ის პირველ ბერძნზე გითხარით ხო გალესთენა. ანაქსარქე არის ასეთი ცინიკოსია. ვერ გაიგებ. როდის ხუმრობს, როდის დაქცინის. დასცინის ხალხს. დასცინის მეომრებს, რომლებიც თავს წირავენ რაღაცისთვის. ან ვიღაცისთვის. სიმამაცეს დასცინის. როგორ შეიძლება რაღაცისთვის, როგორ შეიძლება ციხესიმაგრეს პირველი აიჭრა. დიდება, სამხედრო დიდებას უარყოფს. ცოტა უცნაურია, რომ ამერიკაცი ალექსანდრის ბანაკში და მით უმეტეს ამალაში ის ეგეთი ტიპი იყო, ყველა ჭირდება, ყველანაირ ტიპი. ამიტომ თქვი წამომს და ჭრელია მისი ამალა. ყველანაირ ტიპს შეხვდები, მაგალითად ამას ქონდა მაამებლობდა თუ გატყუებდა ვერ გაიგებდი. გულწრფელი იყო თუ მატყუარა ფარისეველი ვერ გაიგებდი რა. როგორ ჩანს ნიჭიერი კაცი იყო. იუმორის გრძნობაც ქონდა. მაგალითად მის თეორია გულისხმობდა ასეთ რამეს, რომ კაცო ეს ღმერთები, ოლიმპოელი ღმერთები არიან სინამდვილეში ძველი გმირები. სამხედრო გმირები არიან. მე ისეთი რაღაცებს ჩაიდინეს, რომ ეს ხალხი გასულელდა და თვლიან, რომ ღმერთები არიან და მაგალითად მაამებლობდა ალექსანდრესთან სულ და ამბობდა, რომ მაგალითად ალექსანდრე უფრო მეტია ვიდრე ღმერთი დიონისე და ჰერაკლე. ეს უკვე პრობლემური განაცხადია. კრეხელობდა მაგაგებს. კრეხელობდა, მაგრამ ნუ ახლა ეს ალექსანდრე უკვე როგორ არის, იცი ახლა ჯო თავში აუვარდა რო თქვა ცოტა. დიდაწინე ამბებიც არის. ახლა იმნაირ ხალხს უვარდება თავში გიორგი ჩვენს გარშემო და ძვირფასო ტელემაყურებლებო
ალექსანდრე ნახევარი ოიკუმენე დაიმორჩილა და რაღაცა რო თავში ავარდოდა, ახლა არა აგასაკვირე, ხო? თავის თავზე ქონდა წარმოდგენა ალექსანდრე, თავის ფასი იცო, ჯერ კიდე ბავშვობიდან იცოდა. როცა ილიადას სწავლობდა და აქილევსის მიმდევარი იყო, ხო? მაგრამ ეს კი აღმერთებდა ალექსანდრეს, რომ ღმერთებზე ნაკლები არ არის და დრო რო გაივლის, მე ესეც ღმერთი იქნება. მაგრამ როგორ შევდა იცი ხანდახან ბოდიში მომთხოვია და აღადევებდა კიდევაც ალექსანდრეს. არის ასეთი შემთხვევა. ამას მეცინება ახლა. ერთხელ ჭექა ალექსანდრე ხო ზევსის შვილია, გამოცხადებულად. ეგვიპტელებმა ამონის ძეთ და ბერძნებისთვის ჯერ კიდე ჭორი დადის, რომ ოლიმპიადამ გააჩინა ზევსის შვილია და ზევსის მთავარი ატრიბუტი რა, ჭექა-ქუხილი, ელვა. და ერთხელ წვიმა მოდის იქცევა, ყველაფერი ჭექა-ქუხილი არის და ეს გვერდზე უდგას მეფეს. რას ეუბნება ხეც? მიდი შენც დაშჭექე ზევსის ძეო. მიდი ალბათ მაგარი ხარ. დაშჭექე გამოვლიდი. რა მიდი რა. ზევსური შესაძლებლობა. რა მიდი შენი. და ამან როგორ ჩახა, წარმოდგენილი მაქვს ვიზუალურად ახლა ალექსანდრე არის, რა ვიცი, ახლა ლომია რა უთხრა ხო იცი? ფრთხილად იყავიო შენო. ჩემს უბრასთანო, როზი ხარო. და გემრიელ თევს მიირთმეო. იმის გარდა ვერ ხედავ იმ სუფრაზე სატრაპების თავებიც რო აწყვიო. ჭკვით იყავ შენ. როგორ არის ეშმაკს აუტანიხ. არ ასვენებს მაგას ეშმაკი. არ გასვენებს ეშმაკი. ხო, ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ორივე აწყობს. ხო და კალისტენე ახლა უფრო ღირსეული კაცია ახლა რა თუ ნალაპარაკია. ეს არის ძირგავარდნილი, მაგრამ უნიჭიერეს კაცი. მერე ორივე გამოიჩინა თავი, როდის იცით, ეს კლიტოსის ტრაგედია რომ მოხდა. რომ ვერ გამოყავდათ იქიდან, რომ ბღავდა და ვერ ეკარებოდა ვერავე. კალისტენე შევიდა და ძალიან მშვიდად ელაპარაკა და აუყვავა რომ იქნებ. გამოხვიდე მეფე რა არ გამოყვა იმას. ეს შევიდა მე. ანაქსარქე შევიდა და ნუ თუ ეს არის ალექსანდრე დააძახა. ნუ თუ ეს არის ალექსანდრე ჩვენი მეფე, რომელსაც მთელი სამყარო შესცქერის და აქ მონასავით ტირის. ეს მიშე რას ეუბნა. ხო და ეშინია კაცთა კანონისა და განკიცხვის, როცა თვითონ არის კანონი. ადექი მეფეო და გახსოვდეს, რომ თემი და ზევსის გვერდით ზის. ამ კანონი შენახარ. დაანებე ამ ბღაველს და მონასავით რო დირი ხარ აქ დამნაშავე. საკუთარ თავის განკიცხოს. ამან გამოიყვანა ბიჭო. ამან გამოიყვანა. ამ ცინიკუსმა გამოიყვანა. ამან გამოიყვანა. ანაქსარქე. ახლა ეს ბედნიერების უფლება სხვათა შორის როგორ არის ეს სადაო თემა არის ახლა ბედნიერების უფლება საერთოდ ევდემონიზმი არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის აქტში გახსოვს როგორ წერია 1776 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღე როცა გამოაცხადდა ეს ხო იქ წერია რომ ადამიანს აქვს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება, სიცოცხლის უფლება. ახლა ეს ისეთი თემა არის რა, რომ მოდი ვთქვათ რა, ახლა გულწრფელები ვიყოთ. გადამეტებული არ ზუსაფერი არ ვარ, რა თქმა უნდა, ადამიანს ბედნიერების უფლება აქვს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე და სხვათა შორის დღევანდელი სამყაროს
კრიზისი აქედან მოდი. ძალიან თავის თავზე დაიწყეს ადამიანებმა ფიქრი. საზოგადო ვალდებულებაზე ითქვა უარი. არის ქართული ნათქვამი ხო, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი. დაახლოებით ამ ეპოქაში ხوار ცხოვრობთ, გიორგი, არ შეიძლება ოცდები. აი დასავლური ცივილიზაციის თანამედროვე იმედი მაქვს, რომ დროებითი კრიზისია, იმიტომ რომ დასავლეთის დასავლურ ცივილიზაციას ერთი ძალიან სერიოზული თვისება მარად განახლებადი. აი ვითომ მიიძინებს რაღაცა მე თავის თავში აი ცოცხალი ორგანიზმის ის აქვს ხო აი ეს მილევადი რო არის ახლა ეს ნეობის კრიზისი რო არის ხო სადღაც ადამიანს აღჭობენ კლავენ აი არა თავარია მე არ შემეხოს კაცო კრუასანზე ფასმა არ მოიმატოს ბენზინზე ფასმა არ მოიმატოს სხვაგან რა ვისაც უნდა რაც უნდა კნაკისერი უტეხი ბედნიერების უფლება არ გულისხმობს მარტო იმას, რომ შენ იყო ბედნიერი, საზოგადო ბედნიერება არის აუცილებელი, ხო, ამიტომ ეს ცოტა რთული თემა. სხვათაშორის ამ თეორიებს იყენებენ მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, არსებობს პოზიტიური ფსიქოლოგია, პოზიტიური ფსიქიატრია. არის, რომ კარგზე უნდა იფიქროს. არის პრობლემა და ნუ ფიქრობ იმ პრობლემას. დაანებეთა. ანუ საკმაოდ მოცულობითი თემა არის. ეს ორი კაცი ერთ სიტყვით ალექსანდრეს უახლოესი მეგობრები არიან. მაგრამ და მისი განწყობების ფორმირებაზე ახდენენ გავლენას. სხვათაშორის ყველაფრის თხის უფლებას აძლევდა ამგენს რა. ალექსანდრე ყველას ჰქონდა რომ ილაპარაკეთ. ილაპარაკეთ ამედეთ. მაგრამ პრობლემა შეიქმნა, როდესაც პროსკინეზა იცით რა არის. პროსკინეზა არის თაყვანისცემა. ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ აზიელები თაყვანისცემის დროს მუხლებზე ემხობოდნენ და ფერხთა დაკოცნა. მეფეებს, თავიანთ მეფეებს ასე სცემდნენ პატივს და მაკედონელებს და ბერძნებს არ ევალებოდათ ეს. ისინი სალამს აძლევდნენ მეფეს, მაგრამ ეს პროსკინეზა დიდი ინსტიტუცია ახლა რა, თაყვანისცემა მეფის. როგორი არა. ორნაირი ამე ალექსანდრეს ბანაკში და ამალაში და მოძრავ დედაქალაქში ამჭრელ ამალაში არის ორნაირი პროსკინეზა. ერთი მაკედონურ ბერძნული თავის დაკვრა და ისალმება მეორე არის და გააწოლა ძირს. ეგრე იქცევიან აზიელები? აზიელები და ახლა ნუ სამდე უნდა იყოს ასე ორნაირი თუ ყველა თანაბარია მაშინ ამაშიც უნდა ან აზიელები უნდა ავაყენო ფეხზე ან ესენი უნდა დავამხო მუხლებზე. ან მეთეს ფორთხო დავაწყებინე. ხო, ალექსანდრემ გააკეთა არჩევანი, აზიელები არ დააყენა ფეხზე. მაკედონელებს მოთხოვა და ბერძნებს რომ თქვენც დაწექით ძირს. იგივე წესით მეთაყვანეთო? ხო. აი პროსკინეზას. ეს არის ევროპა-აზიას შორის ხო. სხვათაშორის ბევრი სხვაობა არის მაგალითად. ამას წინათ ფიქრობდი რომ მეთქვა ესა და კარგია რომ გამახსენდა ხან პროსკინეზას გამახსენდა. აი რა სხვაობა აზიელებსა და ევროპელებს შორის, დასავლურ ცივილიზაციასა და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის, გიორგი. ეს არის დასჯის მექანიზმი. ბევრი სხვაობა არის, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი დასჯის მექანიზმი. მაგალითად, აზიაში უაპელაციო იყო დასჯა. აი მეფე იტყოდა რომ დასაჯეთ ეს, გაიყვანდნენ და ტყავს გააძროდნენ. არავინ არის ის კაციც კი არ იკითხავდა რატომ კლავთ. აბსოლუტური უფლებაა. აბსოლუტური სიკვდილის, სიცოცხლის აბსოლუტური უფლება ჰქონდა მონარქს თუ უფროს თუ ნაჩალნიკს. ავარქვათ ასე, რაც რუსეთის იმპერიაში ტიპიური აზიური მმართველობა ხო ვითომ პეტრე პირველმა შემოიტანა ევროპული წესები, მაგრამ აზიურ დატო მერე ეკატერინემ რაღაცეები ქნა, რაც შეეძლო ახლა რა, ბოლომდე ვერ მოერია მაინც. თუ არ ქონდა ამის სურვილი, ხო? მაგრამ ევროპელებში როგორ წესია, სასამართლო.
ათენში, აი პერიკლეს ზეობის დროს პერიკლე ვერ დაждიდა, ჯერთ არც შვებოდა ამას, ვერც დაждიდა, მოგალით ეგაცვია, რა ზღვია, გლავ წამოდებით სასამართლოში ერთ გავარჩიოთ. და თავის მართლების საშუალება. და იმ სასამართლოზე თავის მართლობა შეიძლება აქეთკენ შემოეტრიალ, აი რომში ასე იყო. რომში არ იყო ასეთ ჩამოყალიბებული იურისპრუდენცია, რომაული სამართალი იდგა ჩივილზე და თავდაცვაზე. ადვოკატები მერე კი ჩდებიან, მაგრამ ადამიანი ასე იყო, რაღაცა რო არ მოეწონა, მივიდოდა უჩივლებდა. მერე ის შემხედრს იწყებდა და გარჩევა მიდიოდა. აი სიკვდილის სიცოცხლის უფლება, უпроსოდ სიცოცხლის უფლება ევროპაში დაფასებული. ვერც ათენში, ვერც სპარტაში და ვერც მაკედონიაში უმიზეზოდ კაცს ვერ დასჯიდი. სხვათა შორის ჩვენი კულტურა და ცივილიზაცია ქართული, ჩვენი მშობლიური, ტიპიური ევროპულია. არაფერი აზიასთან არ გვაკავშირებს. საქართველოში მეფეები უმიზეზოდ სიკვდილით ვერ სჯიდნენ ვერავეს. გლეხს ვერ დასჯიდა მეფე. სიკვდილა გამათრახება და რაღაცა დათრებოდა თავად და გადაულაცუნებდა ეს ხო სიკვდილ სიცოცხლეზე არის საუბარი. აი აზიაში არაფერი ამოწყვი. ერთი კაც კი ქალაქი ამოწყვიტეთ. დაწვით ქალაქი. რადგან ხოში მაქვს ასეთი. არ მომეწონა, ცუდად შემომხედა. აი ძვირფასო მეგობრებო, როცა სხვაობაზე ვლაპარაკობთ, ხო? დათვალეთ ეს. სად აქვს მეტი ფასი ადამიანის სიცოცხლეს. უაპელაციოდ ვლაპარაკობთ ევროპაში. ევროპაში ქონდა დასავლეთ და ორქო. აი იმ ველურ ტომებშიც კი არისტოტელე რუტინოებს ეძახის. იქაც ასე იყო. ასე არ იყო ტომის ბელადი გამოარდებოდა ძალიან ხშირად ევროპულ დაბალი განვითარების ტომებში ბელადებს ირჩევდნენ, გიორგი. კელტებში ბელადებს ირჩევდნენ, დინასტიები არ ჰქონდათ. და არჩევა უკვე დამოკიდებული ხარ შენ იმას. რამე რო იყოს გადაი შენ აგერ უსამართლოდ რო კაც რო დაждჯი. შენ არ ვარგიხარ და მე ეს ევროპაში ამიტომ იყო კლასიკური ფეოდალი, ყველა რო დედას აგინებს ფეოდალიზმს. ფეოდალიზმს რა ქონდა ღირსების დაცვის ინსტიტუცია ქონდა ყველაზე მაღალ დონეზე. შენ კი ხარ ჩემი სენიორი, ჩემი უფროსი ხარ, მაგრამ შენ ჩემ ქონებას ვერ შეეხები. მე ვალება შენ დაგემორჩილო წელიწადში 40 დღე, ანუ სალაშქრო წამოყვე. ჩემი ხარჯით. მაგრამ 40 დღე რო გაივლეს, მე სახში შემიძლია წავიდე და ვერ გამაჩერებ. და ეს ცნობილი თეზისი ევროპული ფეოდალიზმის, რომელიც ჩვენთან იყო. ფეოდალიზმი კლასიკური გავლილი აქვს ევროპას. საქართველოს აი სომხური ფეოდალიზმიც კი არ იყო ასე, თავიდან კი იყო ასეთ, მაგრამ მე აზიური სახემი იყო. და იაპონიაში. სამურაების კულტი, იქ სხვა მეთოდიკა ქონდა, ისიც ღირსებაზე იყო დამოკიდებული, ხო? აი კლასიკური თეზისი, ჩემი ვასალი, ჩემი ვასალი არ არის. მე მეფე ვარ, ჰერცოგი მემორჩილება, მაგრამ მას რომ ბარონი ემორჩილება, ის მე არ მემორჩილება. ის იმ ჰერცოგს ემორჩილება. აი ეს არის დასავლური ცივილიზაცია. და მე ეს ყველაფერი აშენება, ადამიანის ფასი მეტია დასავლეთში, ვიდრე აღმოსავლეთში. მე მგონი საკამათო ეს არა, ნეტა ვინ იტყვის საპირისპიროს, რომ მაგი მასე არ არის. მაგას ხო შორის არც ევროპის ანტაგონისტები არ ამბობენ. არ ამბობენ, არ აქცევენ ყურადღებას და სხვათა შორის ევროპის მომხრეებიც არ აქცევენ ამას ყურადღებას, რომ ეს არ კოკაკოლას მანამდე. ეს არის მათი პროპაგანდისტული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი. და რასაც ახლა შენ ამბობ, მაგას საკამათოდ კი არ იხდიან. უბრალოდ ეგენი ამბობენ, რომ კი რუსისთვის, როგორც აზიური მენტალიტეტის მქონე ხალხისთვის ადამიანის სიცოცხლე მეორე კი არა მეათე ხარისხოვანია, ამიტომ პუტინისნაირი ტიპს ყოველთვის ექნება უპირატესობა ცივილიზებულ ამგაგებით დასავლეთთან დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ადამიანის ფასი რო არ არის და რომ შეუძლია გარეკოს რამდენიც უნდა და რომ შეუძლია აცხოვროს როგორც უნდა, ამიტომ ის
ძალის პროექცირების კუთხით ჩვენთვის ყოველთვის პრობლემაა დასავლეთს მოერევა და ამიტომ ხალხო დავნებდეთ. რა ვიცი. ეს არის მაგათი ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი საქმე, ძვირფასო მეგობრებო, აი გიორგიმ რაც თქვა, ამ შემთხვევაში ეშმაკის ადვოკატობა გასწია. და დამისახელეთ დასავლეთი როდის დაამარცხა აღმოსავლეთმა. ანუ იმას ვამტკიცებო ისინი იმას კი არ იძახიან რომ რუსეთი ამ გაგები და აღმოსავლეთი კარგიაო არა იძახიან რომ ცუდი რო ამ სიცუდის გამო იმდენად ძლიერია რომ მოდი ჩვენ ცუდის მხარეს ვიყოთ რომ გადავრჩეთ ეგ არის მათი ფილოსოფია საქმეც მაგაშია რომ ცუდის მხარეს რო ხარ შენ საქონელი ხარ ოღონდ ეგ გადარჩენა ნიშნავს რომ მისნაირი ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას და სწორიც არის მაგის შემდეგი სერია და შედეგი რომ გადარჩენა ამ შემთხვევაში ნიშნავს რომ იმისნაირი უნდა გახდე სხვა შანსი არ გაქვს ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი კი ადამიანის სიცოცხლე მაგრამ მონობა საერთოდ აზიასაც ახასიათებდა და ევროპა მონას საერთოდ სხვა მოვლენა არის ეს არის საქონელიც კი არის ინსტრუმენტია ინსტრუმენტუმ ფსიხენ ანუ მოაზროვნე იარაღი აქ მონობაზე არ ვლაპარაკობთ იმიტომ რომ თუ ვლაპარაკობთ მონობა ცუდია მონობა ევროპაში საერთოდ არ იყო დასავლეთ საერთოდ არ იყო როცა ეს პირამიდები ახ პირამიდები ხელოსნები აშენებენ ჩინეთის კედლები ეს ბაბილონის შენობა ვინ აშენებდა მონები აშენებდა აი ეს გრანდიოზული ეს ურბანისტიკა არისტოტელე როცა თვლიდა რომ აზიატები მონები არიან ამაში გულისხმობდა რომ ამ ქალაქებს რო აშენებენ ხო ბევრი არიან და ბევრი ყავთ მონა უუფლებო პეტერბურგი არის ზოგი თulis 200,000 გლეხის ძვალზე არის აშენებული და ზოგი იძახის რომ 9 მილიონი გლეხი ჩააწვინა იქო რომ ევროპული ქალაქი შეექმნა პეტრეს პეტრე იყო ევროპელი მართველი ახლა წვერი რო გაიპარსა და ევროპული კონზოლები ჩაიცვა ეგაფერს არ ნიშნავს ევროპეიზაცია რეალურად რუსეთში მოხდა ეკატერინას ისიც გერმანელი იყო ხო და ჩვენ ქართველები ჩვენი ცხოვრების ჩვენი წარსული ჩვენი ფეოდალიზმი ძველი დროით ჩვენი ისტორიით ჩვენ დასავლეთი ვართ ტიპიური აქ მეფეები სიკვდილით ვერ სჯიდნენ ვერავის ჯერ სურვილიც არ უჩნდებოდათ არ იყო ამის მოთხოვნილება ხო აქეთ აი ჩვენგან იქეთ უკვე დასაწყისში რა ვიცი ოკეანემდე ნუ ადამიანს ფასი არ ქონდა ინდოეთზე აღარ ლაპარაკი კასტური სისტემა იყო საერთოდ მეოთხე კასტა ადამიანებად ერთვე შეხება არ შეიძლებოდა შუდრებზე ჩვენ გავივლით ინდოეთს აუცილებლად ხო ამიტომ ნუ ძალიან გაგვიგრძელა პროსკინეზე ანაქსარკე კარგად შეხვდა ამას ცინიკოსი ეს კალისთენე ძალიან წინააღმდეგი წავიდა კალისთენე არის ერთგული ბიძამის ჩვენ სხვები ვართ ჩვენ არა ვართ მონები ჩვენ ვართ გამარჯვებულები ჩვენ ვართ ბერძნები და მაკედონელები ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი ხო ერთხელ ხდება ასეთი ამბავი რომ როცა ეს შემოიღო თაყვანისცემა იძულებით არ იყო, მაგრამ სიამოვნებდა, როცა მაკედონელიც და ბერძენიც თავს უკრავდა და უკვე ერთხმეოდა ძირს, სიამოვნება იძულება არ იყო ეს. ალექსანდრეს მარ დაიწყო ეს. როსკინეს ამ კალისთენემ უკლო სიარული მასთან. არ დადიოდა მეფესთან. აი მას მახვილი თვალი ჰქონდა ალექსანდრეს ყველაფერს აკონტროლებდა რა. ერთხელ მივიდა სუფრას. საერთოდ ამ ალექსანდრეს ამალის ცხოვრება როგორი ამ ბრძოლები ანდროსტარება. ან შიმშილობა მთებში, იცი, ხესიმაგრეებზე, ან კიდე გახეთქვა სმით და ჭამით, როცა ისვენებდნენ. ერთ-ერთ ეს აღარ დადიოდა მის სუფრაზე, ამაში ატყვა ხო, მაგრამ ერთ-ერთ სუფრაზე აღმოჩნდა და ალექსანდრემ ევრიპიდეს ციტატით მიანიშნა, რომ მე მძულს ის ბრძენი ახშინა არსონგო. მე მძულს ის ბრძენი, რომელიც თავისთვის ბრძენი არ არის. ანუ არ იქცევი ჭკვიანად ჩემ.
ვისი ბრძენი ხარ შენ ანუ რატო იქცევიას ხო ალექსანდრე მოთხრა მე მძულს ის ბრძენი რომელიც თავისთვის ბრძენი არ არის ანუ ასე ამან წაუყრუა არ გასცა პასუხი მაგრამ ნუ ახლა კონფლიქტი იწყება აშკარად ერთ-ერთი სუფრის დროს ალექსანდრე ახლა ძალიან ჭერმეტყველია კალისთან შეპყრობილია მეფით მაგრამ აი პროსკინეზას მერე უკმაყოფილოა ძალიან ერთხელ ალექსანდრემ გამოცდასავით მოუწყო შეაქე ერთი მაკედონელებიო შენებურა სუფრა რა ხრეობა მიდის რა ტრალები არიან ალექსანდრემ კალისთენეს თხოვა რომ მიდი ერთ შეაქე რა მაკედონელებიო გაეხარდებათ ამოდგა ეს და შეაქო მაკედონელები ასეთი და ასეთი მამაცები და შეუპოვრები და ნუ გიორგი ისეთ სიტყვა თქვა რომ ეს გალეშილი მაკედონელები წამოიშალენ სუფრე ტაშიც მაკიჟინა და ესე იგი ნუ აღფრთოვანებულები არიან ამის შექებით წრემლები ტირიან ისე შორი არ არის ჩვენი სუფრებიდან ხო უცხოს არ უყვები არაფერს კაი თამადას გააჩნია და კაი ზაბერძი მეფემ უყურა და აბა საპირისპიროს თუ იტყვიო შენო მაკედონელებზე აბა მათ ნაკლოვანებებზეო ილაპარაკეო იქნებო გამოადგეთო ამათო შენგან კრიტიკაო ამან გააქანა რა უთხრა ხო იცი თქვენ რომ ასე გიხარიათო ეს თქვენ რომ იმიტომ ხართ მაგრებიო რომ ჩვენო ბერძნებიო ისე დავერიეთ ერთმანეთს რომ ამით ისარგებლეთო თქვენმა მეფემო ფილიპემო და თქვენო და ამიტომ მოგვერიეთო თორე ჩვენზე სუსტები ამაზე დაიგრა ჩვენი ბრალი არისო ბერძნების ურთიერთაშლილობის გამო მერე ლექსივითა თქვა უკეთო ხალხში დამკვიდრდა უთანხმოება არამზადები იდროებენ აღზევდებიან დახლებთას არამზადები ხართ უკეთო ხალხში ჩამოვარდება უთანხმოება მაშინ არამზადები მედროვეები აღზევდებიან ანუ აღზევებული მედროვეები ბიჭო გამოიქაჩენ ამას მაკედონელები იგივე ახეთქილი მთვრალები ახლა ეს რებს ლაპარაკობს ჩვენზე და ალექსანდრე ბოროტად მიაძახა მაკედონელებს აი თქვენი საყვარელი ოლინთოელი ბრძენი ნახეთ რას გიშვება მაგრამ მერე იყო აპოთეოზი ამათი დაპირისპირების იყო ეგრეთ წოდებული თასის ჩამოტარება ერთ-ერთ სუფრაზე ამ პროსკინეზას დანერგვას ცდილობს ალექსანდრე სხვადასხვა ძალით არ ცდილობს ნამდვილად მაგრამ აი აპარებს რა და ნადიმი არის დიდი ასეთი პირობა გაავსებია ოქროს თასი ხო და ასეთ პირობა დაუდო მეინახეებს რომ ამ თასო ვისაც გადმოგდა ალავერდის ამბავი დააძლიეთო ჩემიო საგრძელო და მოდით და მერე დაიმხეთ მუხლები მოიყარეთო ჩემთანო და ჩემგან დაიმსახურებთ კოცნას და დიდ პატივს მეფემ აი იტყოდა აი მაგალითად აი მიართვით რაღაცა მას რა ქვია ამინტას დერდიკას რაღაცა დავიდა პროცესი თავს გაავსებენ იუტანენ ის დალოცავს მეფეს მერე მოდის დაემხობა პროსკინეზაზე და მერე ეს გადაეხება გადაკოცნის და აი კაცი ხარ შენ ემორჩილები მეფეს ანუ მიდის შვენიერ კაი დანერგვა ამ სპარსული წესის თაყვანისცემის
მე როგორ ჩანს ახლა როგორც აღწერენ თორცთან კურსი უსაქვს ეს აღწერილი ყველაზე კარგად შეიძლება ვწდებო არ მახსოვს ახლა რომელსა გალისთან ეს მიუტანეთ ეს თას ჯუახა ანემედეს უფრაზე ხო წარმოგიდგენია ახლა ძვირფასო მეგობრებო ხო წარმოგიდგენია რა ხდება ეგ გალეშილია სულ ყველა ჭამასმა ისე ზეცილი ხარხარე მიუტანეს ამას გალისთენეს ამან წარმოთქვა მივიდა მეფესთან წარმოთქვა საგზელო დალია როგორც ამბობს მე მგონი კურციუსს აქვს თუ არ ვცდები როგორც ამბობს ალექსანდრემ თავი მოიკატუნა და გვერდზე მжდომ ჰეფესტიონთან დაიწყო ლაპარაკი ყურადღება გადაიტანა ამოწმებს ამას გალისთენეს ეს პროსკინეზე სასტიკი წინააღმდეგია გალის ამან რო დალია გამოსცალა არც კი დაუჩოქია მივიდა გადასაკოცნად მეფესთან და კახეთქი მთრალი იყო ერთ-ერთი ჰეტერი დემეტრიოს ამოხტა და არა მეფეო მაგან თაყვანი არ გადაკოცნო ამნაირ ხალხს რა დალევს გიორგი მადანია თელის კაცობრიობის ისტორია არის ეგ ჩამშვებების ისტორია ჩახა სხვებას დაინახეს ბავშვი არ გამწვავეს ვითარ ხო და ატყდა ერთი ამბავი რა ეს იძულებული გახდა რომ გამოსულიყო არ ჩაეხუტა ალექსანდრე არ ჩაეხუტა რო წავიდა გალისთენებს სუფრა დატოვა მიაძახა იქიდან არა უშავს ერთი კოცნით ღარიბი მივდივარ საკმაოდ გესლიანად უთხრა ალექსანდრეს საბოლოო ჯამში იმდენი ქნა ამ გალისთენემ რომ ეს პროსკინეზა ჩაუშალა მეფეს აი ას გეგმას ვეღარ აიძულა მაკედონელები მობერძნებით რო აზიური წესი თაყვანის ამაზე ბოლოს როგორ სახე მიიღო იცი შენ როგორც გაგეხარდა ანუ მეფე აიძულა უარი ეთქვა თაყვანის ცემას გიორგი ერთი რამე ვახსოვდეს მეფის იძულება უდრის მეფის იძულვილს მეფისგან რა სიძულვილს თქმა უნდა და მეფის მოსალოდნ მეფის რაღაცაზე აიძულებ ის როგორც წესი შეგიძულებს მათ შორის ისეთი მეფეც როგორც ალექსანდრე ნუ იძაბება რა სიტუაცია ხა ეს ამალის თემა ესეთი ამბები როგორც ჩანს ბევრი იყო და ეს ყველა ფაქტიურად ყველა მორჩილობს აი ეს გალისთენე არ შევ ეს ამბები მე გვიან მე ახლა როცა მოვყვებით რაც მოხდება მე ეს ამბები ყველაფერი რომ მოხდება არისტოტელეს ჩაუამბავე ბიძამეს სამბერძნეთში ნო იტყვის მაშინ ეს გალისთენეზე თავის დისწულზე რომ სიტყვი ძლიერი მაგრამ გონებით სუსტი იყო სულელი ასე არ შეიძლება მოექცე მეფეს არისტოტელეც კი ძვირფასო მეგობრებო მაგრამ მივდივართ კვანძის გახსნასთან კიდე ახალი შეთქმულება მეფე გრანდიოზულ მზადებაში არის 327 წლის გაზაფხულზე ის ინდოეთში აპირებს შესვლას და მოდის გრანდიოზული სამხედრო ძალები ევროპიდან, ეგვიპტიდან, ფინიკიიდან, სპარსეთი, უკვე აზიატებიც მიდიან. ინდოეთში შევა 100,000-იანი არმიით და 2/3 უკვე იქნებიან აზიელები. ფოთაშორის ძალიან ერთგულად იომებენ აზიელები იქ. წუნს ვერ დაუდებ. ისე ახლა პრინციპში რატო უნდა გაორგულებულიყვნენ? გამარჯვებული მეფე, რომელმაც მათი სამეფო დაამხოდა, ისე აგერ მათ საყვარელი მეფეა და გამარჯვებულ მაკედონელებთან და ბერძნებთან გაგვასწორა.
ემზადება ეს, მაგრამ მოხდა ძალიან ცუდი ამბავი. რაც ამას ეძახიან პაჟების შეთქმულებას. გაგახსენებთ მე თქვენ, როცა მაკედონიის აღზევებაზე გახსოვთ, ხო, ჯერ დაბადება ჰქონდა და მე აღზევება უკავშირდება ფილიპეს, ალექსანდრეს მამას. როცა ის ტახტზე ავიდა, ფილიპე და ანგრევდნენ ისინი, რა ქვია, ილირიელები და თრაკიელები და პეონები და აგრიანები, ყველა მხრიდან, სამხრეთიდან ბერძნები და ისინი, რომ ინგრეოდა მაკედონია, მაშინ გახსოვთ თქვენ კავშირი შეკრა ფილიპემ მაკედონურ არისტოკრატიასთან, რომ მოდი ერთად ვიყოთ, მე თქვენ დაგეკითხებით, თქვენ იქნებით ჩემი თანამებრძოლები და ამის დასტურად კიდე მე თქვენ შვილებს გავზრდი, ჩემთან გავზრდი. მე გავზრდი, მე ვიზრუნებ, ახლა ეს ორივეც იყო. ერთგულებაც და ისინი რა ხო. ხალხის ფორმირებაც. ძევლებიც. და მაშინ შექმნა აგემა გახსოვთ თქვენ, ახალგაზრდა მაკედონელებისგან სამეფო გვარდია. ხა ფილიპეს მეთოდიკა რა იყო, რომ მე ეს ახალგაზრდები მიმყავს ჩემთან, მეფის ხარჯზე ცხოვრობენ, მე მფარველობ ხოთეშორის ჰეტერების დასჯის უფლება არ ქონდა არავის, მეფეს ქონდა მარტო მის დასჯის უფლება. მე გავზდი ბერძენი მასწავლებლები, ბერძენი აღმზრდელები, ფილოსოფოსები, განათლება, მაკედონური წვრთნა, მფარველობა მეფის. სამაგიეროდ ამ ახალგაზრდა მაკედონელ არისტოკრატებს ევალებოდათ მეფის დაცვა. ახლა მე გითხარით, რომ მეფეს ყავდა 7 მცველი, შეიარაღებული მცველი, ეს სხვა რამეა. ეს ვინც მეფის პერსონას იცავს, მაგრამ ეს პაჟები, ეს ახალგაზრდები იცავდნენ მეფის კარავს გარედან. და მათ ევალებოდათ დაცვა მეფის კარვის და მეფის და საერთოდ აგემაში შედიოდნენ ახალგაზრდა არისტოკრატი მაკედონელები. აღარ ბიჭები არის. ერთ-ერთი ასეთი არის ჰერმოლაოსი. ხო, რაც თავარი ამ პაჟების ალექსანდრესთან უკვე ეს ახალგაზრდები ზოგია მაკედონიიდანაა უკვე ჩამოსული, მათი მამები ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებენ, სარდლები არიან, ეს ელიტა მაკედონელი, აი ზუსტად მაკედონელები, ხო? ამათ გამზრდელად ალექსანდრეს დანიშნული ყავს ეს კალისთენე. კალისთენეა მათი მასწავლებელი. გარდა ფიზიკურისა, გონებრივი წვრთნა. ახლა ეს კალისთენე არ მოწონს ახლა ალექსანდრეს, რამდენჯერ და ეს პროსკინეზე ჩაუშალა ალექსანდრეს. ფაქტობრივად ვერ განახორციელა მეფე. ვერ იმორჩილებს და ბანაკში დიდი ავტორიტეტი აქვს ამას და განსაკუთრებით ამ პაჟებში, ახალგაზრდებში. მათი მასწავლებელია. მათი აღმზრდელია, მამაა. მენტორია მათი. ახლა ხოიც მასწავლებელს ძალიან ხშირად, კარგ მასწავლებელს უფრო მეტი გავლენა აქვს ვიდრე მშობელს. ძალიან ხშირად ხდება ასეთი რაღაცა, ხო? ეს ჰერმოლაოსის იყო ასეთი ბიჭი ჰერმოლაოსი, რომელიც აშკარად კალისთენეს ჭკუაზე და არისტოტელეს მიმდევარია, რომ ესე როგორ დაგვასვა თავს. აზიელები, ხო? არ არის მომხრე ალექსანდრეს ნოვაციების რა. მერე შეურაცხყოფა მიაყენა ერთხელ მეფემ ნადირობის დროს, ამას შეეშალა და მეფეზე ადრე ესროლა ნადირს, ის არის და არ შეიძლებოდა ეს. ჯერ მეფემ უნდა ესრო. ანუ მეფეს გაუსწრო წინ. მოკლა ის ნადილი და ალექსანდრემ დასაჯა, ესა ცხენი წაართვა და ფეხით წამოდი. ეს ო შეურაცხყოფა. სოსტრატე იყო მის მეგობარი, მას გაენდო ეს ჰერმოლაოსი რა. მე გადაწყვიტეს სხვებიც მოიმხრეს. ერთ-ერთი იყო ანტიპატრე. ასკლეპიოდორე იყო სირიის სატრაპია მამამის. ეპიმენე, კიდე რა ერქვა იმას. ხო, და ფილოტა თრაკიელი. ესე შეიტყვნენ, რომ არ შეიძლება მის ატანა რა, ეს პარსელები დაგვასვა მან თავზე, რა. გადაწყვიტეს მეფის მოკლა გიორგი.
ეს უკვე აღარა სადაო. ეს უკვე ნამდვილი შეთქმულებაა. მე მგონია კიდე იყო ერთი ანტიკლერკვა თორცდა. ან პაჟები არიან ყველა? პაჟები არიან, მცველები არიან, კარავს იცავენ გარედან კაცო. რაღაც ყვიტეს რომ ანტიპატრეს რომ მოუწევს მორიგეობა. ხამე გარეთ განანესენ პაჟები. ანტიპატრეს მორიგეობის დროს შევარდეთ და მოვკლათ, დავჩეხოთ. მოღალატეა ეს. ეს მარსელების მეფე, ეს ჩვენ მეფე არ არის. ეს კლიტოსის და ეს თემატიკა გრძელდება რა, ეს ასე ადვილად არ იშანთება რა. მოხდა ასეთი ამბავი, რომ იმ დღეს, როცა ანტიპატრეს მორიგეობა კარავთან, ალექსანდრესთან კარავში არის დიდი წვეულება. სმაჯამა მიდის რა. ესენი ელოდებიან, რომ ეს სტუმრები დაიშლება და მარტო მთვრალი დარჩება ეს მეფე შევარდეთ და მოვკლათ. არ მოხდა ასეთი ამბავი. როგორც ყვებიან, ფოტოშოუს ყველაზე კარგად კურციუსს აქვს ეს აღწერილი. რომაელი ისტორიკოსი. იმ დღეს მოხდა ასეთი ამბავი, ამ სუფრას ახლა ქალებიც ესრებიან უკვე. ერთ-ერთი არის სირიელი მისანი ქალი. კითხავ. რომელიც სირიიდან გამოიყოლეს, ახლა მანდამეს დიდად არ გამოირჩეოდა ეს ქალი, მაგრამ ნუ ახლა ალექსანდრეს ამალაში არის და იქ არის ახლა დიდი სუფრაა გაშლილი რა, ეს ქალი ძრის. საღამო რომ მოვიდა და სტუმრებმა დააპირეს წასვლა, მივიდა მეფესთან და ჩაშჩურჩურლა რომ მეფეო, დღეს მარტო არ დარჩე, გააგრძელე ნადიმე. არ გაუშვა სტუმრები. ალექსანდრემ მკითხა რატო და აი გეუბნები რომ არ ქნა. მარტო არ დაიტოვა თავი. დილამდე იქეიფეს, არ გაუშვა სტუმრები. ხა მისნობას ძველ სამყაროში ახლა პატივსცემდნენ გიორგი ახლა ითიაზე გვილაპარაკია არის ტანდრეყავდა მისანი თავის ახლა მე გვია რომში ავგურები იყვნენ ახლა ავგურები მკითხავდნენ ფრინველებს ისეთ დიდი ხალხიც კი როგორც კეისარი და პომპეუსი და ოქტავიანი და ისინი იყვნენ ავგურებს უსმენდნენ ესენი სხერპლზე მკითხავდნენ და ისინი ფრინველებს ავგურებ რომაელებს მისანმა ქალმა გააფრთხილა რომ არა მარტო არ დარჩა გააგრძელა დილა ჩაიშალა ეს მე ერთ-ერთი შეთქმული იყო ეპიმენე ვთქვი ამ ერთ-ერთი შეთქმულიდან ეპიმენე სახელად ვერ გაუძლო ხო იცი შეთქმულების თემა არის შიშებია ის არის ნერვული სისტემა ეს ეპიმენე გაატყდა და პტოლემეესთან მივიდა ალექსანდრეს ეტერთან მოუყვა ყველაფერი რა უთხრა ხო კალისთენეც არის ამ საქმეში კალისთენემ დაქოქა ეს ახალგაზრდები სასრაფო დაიჭირეს ეს ბიჭები რა გამოთხდნენ სამართლო კი ჰერმალაოსის სიტყვა აქვს კურციუს ფანტასტიკური ბავშვია რა ფანტასტიკური ახალგაზრდა რაც დიდები და დიდი სარდლები და დიდი მეომრები ვერ უბედავდნენ ეს გაუბედავს ალექსანდრე ამ სასამართლოს თავმჯდომარეობს თვითონ ალექსანდრე რა მეორე დღეს ჯართან უნდა გაიტანოს თემა ეს არ არის დაბრალება დააფერო არ ეშვება ეს ალექსანდრე ჰერმალაოს არ ეშვება რომ თქვი კალისთენე რას გეუბნებოდათ კალისთენე დაპატიმრებული ყავთ ამ დროს? არ აყავთ დაპატიმრებული და არც ესწრება. მაგრამ ეს მეფე არ ეშვება, რას გირჩევთ ეს კალისთენე და მოყევი. ჰერმალაოს ეკითხება, ცალ-ცალკე დაკითხეს. ახლა რას პასუხო ეს ფანტასტიკური ბიჭია. ეს ჰერმალაოსი უნდა რომ ჩვენო კალისთენემ კი არ გვირჩიაო, ჩვენ ცხოვრებამ გვირჩიაო. შენი მოკლა. იმიტომ რომ
შენო ზღვარი წაშალეო თავისუფლებს და მონებს შორის. შენო მონები დაგვასვი თავზეო. შინაურსყვები ახლა უფრო ვრცელი. მაგრამ იმას სტილს ვიცავ და აზრსაც ვიცავ. შენო რამდენი სისხლი დაღვარეო მაკედონელების შენი დიდებისთვის. შეპყრობილი ხარო შენი დიდებით. რამდენი უდანაშაულო მაკედონელი დასაჯეო შენ. ჩამოვთო ატალოსი დასაჯეო. პარმენიონი, ფილოტა, კლიტოსი, ალექსანდრე ლინკისტიელი, რატომ მოკალია? იმიტომ რომ დიდებით შეპყრობილი ხარო შენ. შენ მაკედონელების სისხლს აი ნახე რასეო. შენ მაკედონელების სისხლს აქცეო როგორც ჭუჭყიან ნარეცხს. სიტყვები ნახე გიორგი. აი გმირივინ არა. ჰერმოლაოს. ამ პირში ეუნება სასამართლოზე. პირში ეუნება მეფეს. სოფლიოს მყრობელს ალექსანდრეს. ალექსანდრეს ეუნება ეს ბიჭი ჰერმოლაოს. შენო ათასობით ჯორზე და აკლემზე აკიდებულიო. სიმდიდრეები მოიპარეო და შენ მეომრებს სახში წასვლისთვისო საკუთარი ჭრილობების მეტი არაფერი გააჩნიათ. რაღაცებს ამეტებს. ბევრს. ვიცი როგორ არის? ამეტებს რა. და ხო ამეტებს. ხო მაგარი ბიჭი. ვაიდე და მეფეო და ახსოვს ახლა ფილოტა მაგარი კაცი იყო სარდალი იყო მაგრამ ვერ გაუძლო ამ წამებას და მიშველე ჰეფესტიონო და ამის ფონზე ნახე ეს ჰერმოლაოსი რა ბიჭი. ყველაო დაადუმეო შენ. ყველას ეშინია შენი. მაგრამ კალისთერნე ვერ დაადუმეო. რატო არ დაუძახეო აქ? რატო არ ესრებო? იმიტომ არ ესრებაო, რომ მისი სიმართლის გეშინია შენ. და მე ხო ვიციო, მართალია მტყვანია კალისთერნეო შენთვის მნიშვნელობა აღარა, შენ გადაწყვეტილი გაქვს მისი დასჯა. იმიტომ მარტო მაგი გელაპარაკებო. სიმართლესო ხო. შენო მაშენზე ვთქვიო უარიო ფილიპეზე და ზევსის ძედ გამოაცხადეო თავი და ნახე რასე უნდა. მაგრამ სადმეო ზევსზე უფრო დიდ ვინმეს თუ მიაგნებო, ზევსის შვილობაზეც უარ სიტყვიო და იმის შვილად გამოაცხადებ თავს. არ ვიცი ძმაო რა. ისტორიაში ასეთი გამბედავი იშვიათობა. მაინც დაჟჯია შენ, აქოს არსელების ტანსაცმლით დადიხარო და თავისუფალ მაკედონელებს ჩაგრაო შენ. ჩვენო მაკედონელ მეფეს კი არ გლავდით ამ შეთქმულებამ. არა. შენ მაკედონელი მეფე არ ხარ. შენ სპარსელების მეფე ხარო და ომის კანონის მიხედვითო, იმიტომ კლავდით რომ ხარ მოღალატე ჩვენი. მაკედონელების მოღალატე. მაკედონელების მოღალატე ხარ. ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ დანაშაულს. კალისთერნე უდანაშაულო არის, მაგრამ მაინც მოკლავო შენობა. ერთი თხოვნა გვაქვს შენთან. ჩვენ რო დაგვსჯიო სიკვდილით. ახლა სიკვდილით ისჯება თუ მეფეზე ხელყოფა, თან აღიარ. ვაპირებდით მოკლას, როგორც მოღალატე. ერთი თხოვნა გვაქვს და შეგვისრულე. ჩვენ საწყალ მამებს დაანებეთ თავი, არ ახლო ხელი. მათ ისედაც წარესი ბერე ელოდებათ. რა ბიჭია ეს ჰერმოლაოს. სონტეჟერის ეს სახელი რუსებში აგავრცელებული. ჰერმალაი. სონტეჟერის სოლჟენიცინის შვილს ქვია, თავის შვილს დაარქვა ეს სახელი სოლჟენიცინი. ჩვენო მოკალია დროზეო უკეო სათავართო ამისთვისო რათა მივახციოთ იმასო რისი მიღწევაც გვინდოდა შენი მოკლითო თავისუფლებას. ძვირფასო მეგობრებო, ეს არის უცნობი
აქამდე უცნობი მაკედონელი ბიჭი, ახალგაზრდა ჰერმალაოსი, არისტოკრატი. ახლა მისი ხედვები, რომ სპარსელებს მონებს ეძახოდა და ეს სხვა თემა არა, როგორ იქცევა, თან ვის წინ ბიჭო, ვის წინ იქცევიას. 25 წლის არის. უფრო ნაკლები, 18-19 წლის ბიჭები არის. ესე პაჟები. თავისუფლებას ჩვენ რისთვისაც გვინდოდა შენ მოგვეკალიო. იმას მივახცევთ ახლა რომ დაგვსჭირ თავისუფლებას. მე არის ცნობილი რომ ალექსანდრე გამოვიდა. ტექსტი არ ვიცით, მაგრამ ყველა აღნიშნავს რომ ძალიან ცუდად გამოვიდა ალექსანდრე და უარგუმენტოდ. წყობიდან იყო გამოსული. ახლა როგორ არის ძალიან ხშირად არის ასეთი მოსაზრება რომ ალექსანდრეს ხოტბის შესხმა ხდება, რა თქმა უნდა, გამარჯვებულს ყოველთვის ხოტბას ასხამენ, მაგრამ ეს წყაროები იმ ავტორებს აქვთ, ვინც ხოტბას ასხამენ ალექსანდრეს. იქ არის ჰერმოლაოსის სიტყვები, გაიყვანეს ეს ბიჭები და მეორე დღეს ჯარის სამსჯავროზე გაიყვანეს, ახლა იქ საკამათო არაფერი არ იყო, ამათ აღიარება გააკეთეს. და მაკედონური წესით დახოცეს, ჩაქოლეს. წესი ჰქონდათ ასე, ან შუბებით ხოცავდნენ, ან ქვებით. და ჯარმა ჩაქოლა ეს ბავშვი ბიჭები. ასწავლებელს რა მეტი იცი? ახლა გალისტენი რახან მაკედონელი არ იყო, ცოცხალი დატოვა. ბერძენი იყო გალისტენი, მაგრამ ჩააგდო ციხეში, დილექში ჩააგდო. გალისტენაზე ჩვენ რა ვიცით, ახლა გიორგი ვიცით, რამოდენიმე ვერსია ვიცით, ახლა როცა ინდოეთში შევა ალექსანდრე გალიაში ჩასმული დაატარებს ამას. არის რამოდენიმე ვერსია, რომ 7 თვის მერე მოკვდა ავადმყოფობით გალიაში. ფაქტობრივად პატიმრობაში მოკვდა. არის მეორე თემა, რომელიც მე არ ამჯერ ლომებს დააგლეჭი ალექსანდრე, მაგრამ ალექსანდრე ეგეთ რაღაცებს არ შეგვიძლია. არის კიდე მესამე ვერსია, რომ თითქოს და ინდოეთში ჩამოახჩო, რაც გამორიცხული არის ამ და ამას. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ლისიმაქემ, ალექსანდრეს ერთ-ერთმა ჰეტერმა, რომელიც მასთან ერთად იზრდებოდა ამ კალისთენეს ბოდიში, კალიმაქერაშოში, კალისთენე. კალისთენეს საწამლავი დაალევია, შეეცოდა და მის ტანჯვას ვეღარ ყურებას ვეღარ ჩუმად, მაგრამ როგორ ჩანს ავადმყოფობით მოკვდა კალისთენე, დიდი კაცი. რომელმაც ალექსანდრეს ვერაფერი ვერ ჩაუსჯალა. ამ პროსკინაზე ჩაუშალა. თაყვანის სცენა ჩაუშალა. ანუ ალექსანდრეს პროექტი ძალიან სერიოზული. ვერ დააჩოქა ალექსანდრე მაკედონელები და ბერძნები. ვერ წამოაწვინა სპარსელების და აზიატების გვერდზე. ვერ დააკოცნია ფეხები მეფის. ეს იყო კალისთენე ძვირფასო მეგობრებო, ახლა ჩვენ ამ მოგზაურობებში ძალიან ბევრ ხალხს გავიცნობთ ხოლმე. აი ვის როგორი როლი აქვს ნათამაშები ისტორიაში ხო ვხედავთ. ისტორია არ არის ინდური ფილმი, სადაც კარგები აქეთ არიან და ცუდები იქეთ არიან. ხო? ძალიან გაჯერებულია რა, ასეთი ვითომ და მეორე ხარისხოვანი პერსონები, ახლა ჩვენთან ნაკლებად ცნობილი არის ალისთენეც და ჰერმოლაოსიც, მაგრამ ევროპაში მთელი კლასიკური, აი აღორძინების ეპოქაში ძალიან ბევრმა დიდმა მხატვარმა და ხელოვანმა მიუძღვნეს ამ თემატიკას, ამ სიუჟეტს თავისი შედევრალური ნაშრომები, ხო? კალისთენეს სიკვდილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი, ახლა მოგვადგა უკვე ინდოეთის ლაშქრობა, ახლა ალექსანდრემ ძალიან ბევრ ამას გადააბიჭა. ძალიან ბევრ ამას და მე გეტყვით თქვენ ახლა რომ ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება არის რა, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიქარვა ალექსანდრეს, როგორც ხო ესენი შეთქმულები იყვნენ.
კლიტოსის მკვლელობა ყველაზე დიდი მიქარვა არის და არ შეეხება ფილოტას და პარმენიონს ის კიდე სადავოარს. ნამდვილად ალექსანდრეს ბიოგრაფიაში ახლა წაეწყო ისეთი დრამატული ამბები მოვუავით ჩვენ ალექსანდრეს ბიოგრაფიაში მან და მაინც საამაყო ფურცლები არ გავიარდა საერთოდ ეს უნდა ითქვას არ ვიცი ახლა რა მარცხენა ფეხით შევიდა იმ ბაქტრიაში თუ რა არის არ ვიცი ახლა საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა დიდ ბაქტრიაში შესვლა იქ ომები ორჯერ აჯანყებები სპიტამენი ღირსეული კაცი იყო ის სპიტამენი მაგარი კაცი იყო სისხლი ციხესიმაგრეების აღება და ეს კლიტოსის და ეს ბაჟების შეთქმულება ხო ახლა აქედან რა ჩანს რომ დიდი პრობლემა იყო ეს მაკედონელების პრობლემა იყო და აქ უკვე ბერძნებიც არიან ჩართული ალისტანე ბერძენია ამიტომ ისიც არის ესეც არის სივრცე გაუხსნა შესაძლებლობები გახსნა ვიღაცები დარჩნენ მაინც ჭუაზე რა მაინც ძველი ყაიდის ბერძნები ძველი ყაიდის მაკედონელები და ეს რამდენადაც მინდა სწორად გამიგოთ ახლა რამდენადაც ძიმე მოსასმენე ამ დროს რაღაცა ჰეროიზმი ახლავს გიორგი ეს პატარა ბიჭი ნახე რა მაგარი ბიჭია მეფეს რო ამას გაუბედა რომ შენი მოკლა გვინდოდა ომის კანონით იმიტომ შენ ხარ მოღალატეო და სპარსელების მეფე ხარ უკვე ამიტომ მე ვფიქრობ მოურჩეთ ახლა უკვე და შემდეგი ჩვენი ლექცია უკვე ისევ დინამიური იქნება ისევ მოძრაობაში გადავალთ იმიტომ რომ 2 წელი ჩარჩა ამ დიდ ბაქტრიაში ეს ალექსანდრე ამდენი პრობლემებით მაგრამ ეხლა უკვე იმზადება კი არა დიდი ეპოპეა იწყება შესვლა ინდოეთში და შემდეგი ჩვენი მოგზაურობა იქნება შესავალში ინდოეთი უნდა დავახასიათოთ რა იყო მაშინდელი ინდოეთი და მერე უკვე შევყვებით ჯარსაც შევყვებით ინდოეთში. ამ შეთქმულებებით ცოტას მაინც ამოისუნთქებს. ძალიან დაუზაფრეთ ხალხი, მაგრამ მე მგონი ძვირფას მეგობრებს საინტერესოა. ეპოქალური დრამებია, ის რაც შეგნით ხდება. ნაწილი უყურებს ძველი სამყაროს აღქმა აქვთ მათ ჯერ კიდევ ამ დროს ალექსანდრე სრულიად ახალ სამყაროს ქმნის. გაგება შეიძლება ძალიან კარგად თავად მაკედონელების პირველ რიგში და ნუ ბერძნებისაც. მაგრამ ამავე დროს ყველას გაგება შეიძლება. უზარმაზარი პიროვნული ტრაგედია არის მისთვის პირადად ამავე დროს. მადლობა. მე ერთ რამეს ვიტყვი გიორგი დავამატებ. ძვირფას მეგობრებო, თუ ჩვენი ეს მოგზაურობები, როგორც კი ეს გადაცემა დამთავრდება, ნახავთ ამას და მერე კიდე ამოგიტრიალდებათ. გონებაში გაგახსენდებათ, გაიფიქრებთ, გადახარშავთ, იფიქრებთ დიდ პატივად ჩავთვლით ჩვენ ამას და მივიჩნევთ მე და ბატონი გიორგი და ჩვენი მეგობრები ტექნიკურ ჯგუფში ვინც არიან ჩვენი ბიჭები რომ რაღაცას მივახციეთ გიორგი, როცა ადამიანები რაღაცებზე ჩავაფიქრეთ. ხო, შავთეთრი რო არ არის ისტორია. ეს არის ამის მაჩვენებელი და არც დიდი ეპოქალური ფიგურები არ არიან არც სულად იდეალურები ისე როგორც არც ვთქვათ რაღაც მონსტრები. ყველას თავისი კუთხიდან კაცნი ვართ ჩვენი სისუსტეებით მოტივაციიდან თავიანთი ქვეყნების თავიანთი სამყაროს ხედვის პრიზმიდან სულ სხვაგვარად მოჩანდა არ იცვლება გიო ახლა თუ დაუკვირდებით ძვირფას ადამიანი არის სიბოროტის და სიკეთის ჭური ორცას. როგორ ჩანს ასე იქნება რა. დიდი მადლობა. მადლობა გუბას, მადლობა დროების YouTube არხის მაყურებლებს, რომლებსაც სანამ გათშავენ გადაცემის ურებას, დასრულებასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ თუ ისე შემოუერთდნენ და შეყვნენ ამ ძალიან საინტერესო გადაცემას დღევანდელს, არ გამოგრჩეთ, იქნებ გამოიწეროთ თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი მთლიანობაში, დროების YouTube არხი და მოგზაურობა წარსულში გადაცემა მოიწონეთ, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. შემოგვიერთით ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მოგზაურობაში. მადლობთ.
გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.